მეხმაური არ გამიჭირდება დავიწყე. შეცდომების დაშვება, მოსულა, ოკეი. მეორე მხარეს სასწორზე დევს ის, რომ პირველ თავისწილებას ორჯერ არ ახდენ. ხვენია შეცდომის დაშვების რა მაგდროს რაღაცერად. ვაი, ვიღაცა რა სიტყვის და ასე შემდეგ. კიდე შეიძლება ცხოვრება გადააყოლო მაგ ვიღაცა რა სიტყვისას რა და არ ღირს მაგად. შთაგონება არის წარმავალი. უნდა იმოქმედო მყისიერად. ყოველთვის ყველაფერი ჯობია რომ გააკეთო ახლა. და ვინც გაგაკრიტიკებს, იმას მაინც არაფერი არ გაუკეთები. ბიზნესი საიდან იწყება? აი, თავიდან იწყება თუ ბიზნესის გულია თავი? დავიწყე, გავიჭედე, ან საიდან დავიწყო? იდეა მაქვს, ფული სად ვიშოვო? ფული მაქვს, იდეა არა მაქვს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში რაღაცა ფასეულს უქმნი ვიღაცა სხვას. სხვა შემთხვევაში არავინ შენ ფულს მაგაში არ გადაგიხდი. მომხმარებელს ამითი რა საჭიროებას უკმაყოფილებ, ან რა პრობლემას უყვარ. რა, ეგ არის მე რომ მკითხო საწყისი. სანამ თვითონ არ გამოცდი, მაინც სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობ. ცხოვრება არის გამოცდილებითი ფენომენი. დაისახე მიზანი. ჩამოწერე მე ეგ მიზანი. ეგენი ქმედებებია ყველა. ამას რო ვიზავე ეს მოხდება, ეგ მომავალია. და არ ვიცით რა მოხდება ამას რო ვიზავ. ჩვენ რა ცოდნაც მოგწეს სკოლაში, დღეს აღარ არის გამოსაყენებელი. თუ ხელნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლა რაღაცა პროფესიები, ხო? ნიშნავს, რომ იმ პროფესიების მიერ შექმნილი ღირებულება, ფასეულობა ძალიან იაფთება. და არის რომელ კინოში არის გამოვიკვირდე ხა ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ჩემსას სულ ბეტმენში, ხო? რატო მიქცევით? იმიტომ რომ ადგომა ვისწავლო. მეილები, მესიჯები, თათბირები, შეხვედრები, საცობები, მოლოდინები, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ესე გადის ხმაურში ჩვენი ცხოვრება და დრო ძალიან სწრაფად, რომელიც თან ყველაზე ლიმიტირებული რესურსია. ეს არის პოდკასტი დროის ხმაური, მე ვარ ეკა ნოზაძე. ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანით, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, გავუგოთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. გამარჯობა ლევან. გამარჯობა ეკა. დღეს ჩემი სტუმარი ხარ პირველი ეპიზოდის. შენ კი გიცნობს უკვე აუდიტორია და მაყურებელი, მაგრამ მოდი მე მაინც წარგადგენ, ხარ ადამიანი, მეწარმე. უკვე ბიზნეს ლიტერატურის თარგმნელი, პოდკასტერი და რაც მე დავაკელი, რომ მიამატო. არც არაფერი დაგიკლია რა. ხო. იგა რა. კაი, დანარჩენი საუბარში. მენტორი შეგიძლია დაამატო, რავი, აღმასრულებელი ვარ ასევე ჯერ კიდევ ერთ-ერთი კომპანიის და მანამდე მთელი ჩემი კარიერა სულ რაღაც კომპანიებში ვიყავი, მოკლედ და ბოლო 13-14 წელი სამყარო პოზიციებზე, მათ შორის გენერალური დირექტორის და ფინანსური დირექტორის და ასე შემდეგ. მე კი გამიმართლა მაგ კუთხით და ერთადაც გვიმუშავია, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო. ადამიანი ენერგია, ადამიანი ხალისი, პროფესიონალიზმი და ჩემთვის ძალიან სანდობი სიტყვას და აზრსაც ძალიან ვენდობი და ასევე პირდაპირი. რაც ამ ბოლო დროს ესეთი იშვიათი თვისებაა რა, პირდაპირობა, გულახდილობა. დღეს ჩვენი პოდკასტი იქნება ბიზნესზე, ფინანსებზე და მოდი ვიხმაუროთ ამ თემაზე ადამიანურად. მეხმაური არ გამიჭირდება, დავიწყეთ. ესეთი მრავალფეროვანი გამოცდილებით. როგორ მიხვედი პოდკასტამდე და რას ნიშნავს ეს შენთვის? პოდკასტის იდეა პირველად ჩემ ტვინში ჩაიბეჭდა 2019 იყო. მე მგონი უფრო არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ დაახლოებით ეგ პერიოდი იყო, ან 18 ან 19, როდესაც სულ შემთხვევით YouTube-ზე გადავეყარე ჯო როგანის პოდკასტს. გადავეყარე, იმიტომ რომ ჯორდან პიტერსონის წიგნი წავიკითხე ცხოვრების 12 წესი და მე ისე მომეწონა ეგ წიგნი და ისე მომეწონა ის იდეები, რაც მაგ წიგნში იყო და ავტორმა მაგ წიგნით გადმოგვცა, რომ დავიწყე მაგაცის Google-ა რა, ასე ვთქვათ რა და ნუ შესაბამისად მე ალგორითმი ხო როგორ მუშაობს ყველაფერში რაღაცები. რაც მეც სახომით მეც შემოგიგდებს ხო. ხო და მოვიდა რა და მათ შორის ამომივარდა YouTube-შიც. და რომ ნახე სადღაც იყო სტუმრად ეს ვიდეო უყურებ რაღაცა 3 საათიანი საუბარი არის ჯო როგან ექსპერიენსი ვაფშე რა ვინ არის რა არის რატოა 3 საათი ვარ დავაჭირე რა და დავიწყე ყურება. მაშინ გავიცანი რომ საერთოდ თურმე ეგეთი რამე არსებობს, რომელიც არის რომ ეს შეიძლება დააჯდენ და დასხდნენ ადამიანები
და ისაუბრონ და თან 3 საათი სიღრმისეული საუბარი რა. ეხლა პიტერსონი ინტელექტუალიზაცია და ჯო როგანი ძალიან მაგარი ინტერვიუერი და მაგარი საუბარი იყო და მე რო გავყევი და აბა კიდე ვინ ყავდა და რო აღმოვაჩინე რომ როგანს ელონ მასკის ყავდა სტუმრად და ყველა თითქმის ვინც იყო საინტერესო მოსასმენი მოკლედ ეს პოდკასტი ავიკვიატე და დავიწყე აქტიური მოსმენა და მე შესაბამისად ბევრი სხვა პოდკასტი გავიცანი და მაშინ მახსოვს რომ თქვი რომ ეს მინდა თქო რა ანუ ეს ამაში ვხედავ მე ჩემ თავს რა ანუ რომ დავუსვი ჩემ თავს კითხვა მას მერე რომ რა არის ის რასაც გააკეთებ საერთოდ რო არ იყოს შემოსავალი რელევანტური ან რო აღარ არსებობდეს ეგ ამბავი მოკლედ სრულიად ფინანსურად და მოუკიდებელი რო იყო მარტო ესე სუფთა ინტერესით და ენთუზიაზმით რას გააკეთებდი დიდი სიამოვნებით დავსჯდებოდი საინტერესო ადამიანებთან ერთად და ვისაუბრებდი საინტერესო ჩემთვის საინტერესო თემებზე უბრალოდ ჩემთვის საინტერესო თემებზე რა და იმის მერე მომყვება ეს რაღაცნაირ ფონად რომ აი აბა გააკეთება და სულ ვიძახდი რა. და აი რატო ახლა და არა მაშინვე? იცი რა არის სტანდარტულად რა როგორც ადამიანებს გვშვევია ხო იცი რაღაცა ილუზია რო გვაქვს ერთმშვენიერი დღის ილუზია რო გვაქვს რა. მე ოდესმე ხო ოდესმე და ეს ოდესმე რო რეალურად არასდროს არ მოდის სანამ დღეს აქ და ახლა და როგორ მოვიდა შენთვის აი ეს ზუსტად უშუალო წინა პერიოდი რა იყო? მოყვები ხო და ამ დროს რომ ეს რაღაცა სალკე პოდკასტებს უყურებ და უსმენ და ვოცნებობ რომ ოდესღაც შემსასაც გავაკეთებ პარალელურად დაახლოებით იმავე პერიოდში შეიძლება ცოტა მოგვიანებით ხე ზუსტად არ მახსოვს ჩემს მე და ჩემს ვერთმეტ წიგნებს უზიარებთ ხოლმე სულ რომ აუ ეს აიკითხე კარგია ის აიკითხე კარგია და გამიზიარა უბერჟოლის ბიზნესის გული რომ წაიკითხე მაგრად მოგეწონებაო წავიკითხე და აღვთოვანდი მაგ წიგნზე თან რაღაცნაირად ეთყობა დაემთხვა რომ ორივეს ეს საზრისის კრიზისი ჰქონდა ისიც გენერალური დირექტორი იყო კომპანიის, მე გენერალური დირექტორი ვიყავი კომპანიის და ეთყობა რაღაცა ეს იმაში ვიყავით რა, რომ აი, კაი, ხო, ვართ აქ და მე აი ეს რაღაცა ეს კრიზისი ასე ვთქვა და ეს უბერჟოლის წიგნი რაღაცნაირად იმ კონტექსტში, იმ მომენტში ძალიან დააჯდა ჩემ მდგომარეობას და ძალიან მომეწონა და ერთ-ერთ რაღაც სამზარეულო საუბრებს ვეძახი ესე მართლა სამზარეულოში რომ ვისხედით, რაღაცებს ვლაპარაკობდით მე ჩემს და ხო თარგმნოთ ეს წიგნი რა, გავუზიაროთ ქართულ აუდიტორიას ასე ვთქვათ. გიზდები ამ სამზარეულოს და საუბრებზე? კი. ხო არ გაუზიაროთ ეს ამბავი და რა თარგმნოთ რატომაც არა რა, რა უნდა იყოს და დავიწყეთ რაღაცა მოძიება ამბის ის მე აღმოჩნდა რომ ეს უბერჟოლი ჩემი ძმის კოლეგის თანამშრომლის სამეთვალყურო საბჭოს წევრი იყო იმ დროს იმ კომპანიის იმის მეგობარი აღმოჩნდა და მოკლედ ისე აღმოჩნდა რომ პირდაპირ ავტორზე გავედით იმადა გვაკავშირა თავის გამომცემელთან რომელიც აღმოჩნდა ჰარვარდი ავიღეთ მოკლედ ეს ნებართვა ამ თარგმანზე ერთი 2 წლიანი პროცესი იყო თარგმნეთ გამოვეცით ეს წიგნი და ამ პროცესში რაღაცა ჩამოვარდა საუბარი რომ მოკლედ ამ წიგნს ახლა რაღაცა კომუნიკაცია ჭირდება რა და დავსხედით და გადავიაზრეთ ბაბლჰედი, ანუ ეს გამომცემლობას დავარქვით ბაბლჰედი და ეს ბაბლჰედი რეალურად რას გვინდა რომ ემსახურებოდეს და თან ცოტა ხო იცი მადაჭამაში მოდის პრინციპით უცებ უფრო მეტი მოგვინდა რა და რო გადავწყვეტ რომ მოდი რა შთავაგონოთ ხალხს პირადი და პროფესიული ზრდა და უცებ გაფართოვდა არეალი იმ საქმიანობის რაც შეიძლება ეკეთებინა უკვე ბაბლჰედს გარდა წიგნის თარგმნისა და გამოცემისა და ერთ-ერთ ვარიანტად ვთქვი რომ აუ პოდკასტი ხوار გავაკეთოთ რა იმიტომ რომ ამ წიგნს რაღაც ბოლოში კითხვები აქვს რეფლექსიისთვის და საინტერესო იქნება რომ დავსხდეთ მე და შენ მეთქი და ამ კითხვებზე პირადი გამოცდილება გავაზიაროთ რა ანუ საერთოდ რა გამოცდილება გქონია ჩვენ ამასთან მიმართებაში და ამ წიგნზე ვისაუბროთ და მაგიდან დაიბადა ეს იდეა რომ მოდი პოდკასტი გავაკეთოთ თან მე ძალიან მინდოდა პოდკასტი თან გივი საერთოდ არ იცოდა შემაძამ ეგ ამბავი არ იყო ახლოს მაგრამ ნუ რაღაცნაირად მოდი გავაკეთოთ და გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ მოდი პოდკასტი და გააკეთეთ კიდევაც. ეს ძალიან წარმატებული, ძალიან სასიამოვნო მოსასმენი ჩემთვის და თუ კიდევ ვინმეს ჯერ გამოწერილი არ ყავხართ, რეკომენდაციას უწევ ნამდვილად რომ გამოგიწერო, გისმინონ და გაგიზიარონ თავისი აზრები, შთაბეჭდილებები და ასე შემდეგ. გავიგე როგორ მიხვედი ერთი იდეიდან მეორეზე, ანუ გამომცემ წიგნის თარგმნიდან, გამოცემიდან პოდკასტამდე. მაგრამ პოდკასტები ახლა ძალიან პოპულარულია და მათ შორის უკვე საქართველოშიც. როგორ ფიქრობ, რა ჯობია აი ესე, როდესაც იდეა გიჩნდება ადამიანს, მაშინვე დაიწყო, აი თუნდაც მაშინ 2018-19-ში რო დაგეწყო,
თუ აი მოგვიანებით როცა მომწიფდება და თუნდაც შეხვიდე უკვე ზე ათვისებულ ბაზარზე. ნახე, ნავალ რავიკანტის ციტატას მოვიყვან, ზუსტად ვერ გავიმეორებ, მაგრამ შინაარს გადმოვცემ, არის რომ შთაგონება არის წარმავალი. უნდა იმოქმედო მყისიერად. ყოველთვის ყველაფერი ჯობია რომ გააკეთო ახლა. იმიტომ რომ ეს მომწიფება რა არის რეალურად რო ჩაუღრმავდე, არავინ არ იცის ეს მომწიფება რას, ან კარგი დრო რომელი არის. ნუ ასე ვთქვათ, აი მზადყოფნა. რას ნიშნავს მზად ხარ? ხო, აი ეგ მინდა გკითხო, რას ნიშნავს? ჩემი გამოცდილებით ნელ-ნელა კიდევ უფრო ვიაზრებ მაგას და ხელს ვკიდებ, არასდროს არ იქნები მზად, მანამ სანამ არ გააკეთებ რამეს. ანუ როგორც მინიმუმ არ ნიშნავს რომ შენ მოგინდება რაღაცის გაკეთება და მეორე დღესვე ზუსტად ისეთი გააკეთო როგორიც მოგინდა. ეგ მაგას არ ნიშნავს, მაგრამ ყველა საქმეს აქვს პირველი ნაბიჯი რაღაც. პატარა. და რაც უფრო მალე და იმ წუთშივე დაიწყებ მაგ პირველი ნაბიჯების გადადგმას, მით უფრო მზად იქნები. და მით უფრო მალე გააკეთებ და მით უფრო მალე გაიგებ, ეგიდია, კარგია თუ ცუდია. ანუ სწავლის პროცესში ის სწავლი კეთების პროცესში, ეს არის სხვა მეთოდის სწავლის არ არსებობს. ანუ ცოტათი ილუზია არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ არაკეთებით. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ როგორ კეთდება რაღაცა. მაგრამ სანამ თვითონ არ გავაკეთებ, სანამ ჩვენით არ გავაკეთებთ, მანამდე რეალურად მისი კეთება ჩვენ არ ვიცით. რავალ ნავიკანტის ფრაზა ახსენე და ვიცი რომ ეს მეორე წიგნია, რომელიც ასევე თქვენ თარგმნეთ, ალმანახი. სანამ მესამეზეც გადავალ და ამჟამად რასაკეთებ მაგას კითხავ. აი თქვი რომ სწავლა კეთების გარეშე არ გამოდის და რაც უფრო მალე მით უკეთესი. და ეს ბალანსი სად არის, იმიტომ რომ აი სულ მესმის რომ თუ არის სწავლე ვერ გააკეთებ, პირველი ნაბიჯი გადადგი, უნდა გარისკო, რაღაც უნდა ქნა, მოკლედ, ბევრი რაღაცები, რომ შეცდომების დაშვება მოსულა, ოკეია, ეს ყველაფერი კარგი გავიგე, მაგრამ მეორე მხარეს სასწორზე დევს ის, რომ პირველ შთაბეჭდილებას ორჯერ არ ახდენენ რა. აი მან მაგაზე რას ფიქრობ? ნახე. პირველ შთაბეჭდილებას ორჯერ არ ახდენენ ნამდვილად. და ამ დროს კითხვა მაქვს იგეთი, რომ შენი პირველი შთაბეჭდილება ყველა ვარიანტში არის კარგი, თუ ის რაც გააკეთე გულახდილად, ავთენტურად და ვიღაცისთვის სასიკეთოდ. ანუ ყველა ვარიანტში კარგი შთაბეჭდილება გექნება, იმიტომ რომ არავინ განსაკუთრებით ის, ვისაც გამოვლილი აქვს გზა, ცდელობისთვის შენ არ დაგზრახავს რა. რეალურად პირველი შთაბეჭდილება რაც უნდა მოახდინო შენ არის რომ ხო შენ გულახდილად გინდოდა ამის გაკეთება და გულახდილი მცდელობა ქონდა და რა თქმა უნდა შეგეშლება და რა თქმა უნდა პირველი არ გამოგივა კარგი. მაგრამ სწავლაც ეგ არის, ანუ მე მიიღებ უკავშირს და თუ შენ გულახდილი ხარ მაგ წამოწყებაში და მართლა გინდა რომ ამ საქმეში გაუმჯობესდე, იმ უკავშირს წახვალ, გაითვალისწინებ, იوارჯიშებ, თავიდან გამოხვალ და ისევ გააკეთებ. ანუ რას გულისხმობ, იცი რომ სწავლას ოდას ცუდად არ მინდა რომ არასწორად არ მინდა რომ გადმოვცე ეს ამბავი. მე არ გულისხმობ რომ არ უნდა წაიკითხო და თეორიაში არ უნდა მოემზადო. მაგას არ ვიძახი. ანუ მეც გავერკვიე კაცო, აბა YouTube-ი როგორ მუშაობს, რა ხდება, ამდენ პოდკასტს რო უსმენდი და უყურებდი იქიდან რაღაცები წამოვიღე რა თქმა უნდა რა და შესაბამისად რაღაცა მეცადინეობა ჩატარებული იყო. მე უბრალოდ რას გულისხმობ, იცი რომ სანამ საბოლოო ჯამში არ გააკეთებ, შენ თვითონ ვერ იძახი რომ მე ვიცი. სხვისი ნაკეთები გაანალიზებული შეიძლება გააქვს, რაც კარგია, იმიტომ რომ დაგიზოგავს შეიძლება ბევრ შეცდომას და ბევრ დროს, თუმცა რო თქვა რომ მე ეს ვიცი, არ არის საკმარისი მარტო თეორიული ცოდნა რა, ანუ უნდა გააკეთო. და ადამიანებს განსაკუთრებით პერფექციონიზმისკენ გადახრილ ადამიანებს ზოგადად ყველას გვახასიათებს ეს პერფექციონიზმი, იმიტომ რომ გწხვენია შეცდომის დაშვების რა, მაგ დროს რაღაცერად ვაი ვიღაცა რას იტყვის, აბა არიქადე ვიღუპე ახლა ამით და ასე შემდეგ. კიდე შეიძლება ცხოვრება გადააყოლო მაგ ვიღაცა რას იტყვისას რა და არ ღირს მაგად. ვიღაცა 50-50-ია, ვიღაცა იტყვის რომ კარგია, ვიღაცა იტყვის არ მომეწონა და ნუ ეგეც რაღაცნაირი უკავშირია ალბათ. რო ვნახოთ ყველაზე წარმატებული ადამიანების ნებისმიერ ინდუსტრიაში პირველი ნამუშევარი გაგვეღიმება და თვითონ რონდონ სპეციალურად ტოვებენ ადამიანები, მაგალითად კონკრეტულად კონტენტის შემქმნელების და პოდკასტერებისგან ბევრისგან მსმენელი რომ სპეციალურად ტოვებენ ყველა ვიდეოს და არ შლიან. რაღაცნაირი სიტყვას ვიხმარე ხა, ფლექსი არის რა, ანუ ეგრეთ წოდებული
თავის წარმოჩენა არის, იმიტომ რომ პროგრესი ჩანს მაგ დროს. როგორ განვითარდა, როგორ მივახციე წარმატებას, ეხლა ნახულობ, რომ თურმე რამ ხელაზრდა და განვითარება პოვა ამ ადამიანმა. მაგრამ რო არ დაეწყო, ეს ვერ იქნებოდა. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ უკვე იმ იდეალურ ხედვამდე მივიდეთ, რომელიც გვაქვს და რაც გვაინსპირირებს, არ გამოგვივა არასდროს, უნდა დავიწყოთ და უნდა დავიწყოთ პატარა ნაბიჯებით, რაც შეგვიძლია რომ იმ მომენტში გავაკეთო და უნდა დავიწყოთ აუცილებლად იმ ზაობით რომ რაღაცა შეგვეშლება. მაგრამ თუ შენ გაქვს იმის რესურსი, რომ ისეთი რაღაცები აკეთო, რომ უკვე წინასწარ ბევრი რამე რაღაცა კარგად გააკეთო. არ არის პრობლემა, ხა მაგალითად, რავი, თუ გაქვს რესურსი იმისი, რომ პროფესიონალი პროდაქშენ გუნდი აიყვანო და კონსულტანტები და რჩევები მიიღო და დაждე და სარკესთან ივარჯიშო ინტერვიუში, ცუდი მაგაში არაფერი არ არის. თუმცა ეგეც კეთება არის, ანუ მაგას გულისხმობ რა. შეიძლება პირველი ეპიზოდი არ გაუშვა, სიტყვაზე ვიძახი საჯაროდ, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ ზიხარ და არ მეცადინეობ და არ სწავლობ და არ ვარჯიშობ, იმიტომ რომ ვარჯიშის კეთება არის, ხო? ხო, ის არის რაც ჯერ არ ჩანს და სააშკარაოზე არ არის გამოტანილი, მაგრამ იმას წინ ხანდახან ძალიან დიდი შრომა უძღვის და იმის მიღმა და იმის არ იყოს, არ მახსოვს რომელმა რეჟისორმა თქვა, რომ სცენარი როდესაც თავიდან ბოლომდე უკვე დაწერილი აქვს, და დამთავრდა უკვე ყველაფერი მზად არის რა, გადაღება დარჩა მარტო. ეგ არის რეალურად. აი თავიდან დაწყება რო ახსენე, პირველი ნაბიჯების გადადგმა ეხლა როდესაც პოდკასტზე ვსაუბრობთ ან რაღაც შედარებით ისეთზე, რასაც ხვის სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე და რაღაცა ისეთ რადიკალურ ცვლილებებთან არა აქვს შეხება, ხო? კიდე არა უშავს, მაგრამ როცა სასწორზე მეტიდევს, მაშინ რა ხდება? ვისთვის როგორ კაცო შეიძლება პოდკასტის ვიღაცისთვის რადიკალური ცვლილება იყოს, კაცო და შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი რამე აღმოჩნდეს სასწორზე. ნახე, რაც უფრო დიდი არის წამოწყება, მით უფრო დიდი არის ვარდნის რისკი, კი არა და ვარდნის სიმაღლე, ასე ვთქვათ რა. და მაინც იგივე არის. ანუ დაცემა უფრო მტკივნეულია სიმაღლეზე ასვლიდან, ან რაღაც ვთქვათ. ანუ თუ ნახე თუ მაღალ რაც უფრო დიდია საგანი, მით მეტი ჭრდილი აქვს დაახლოებით ესე მესმის. ზუსტად, ყველაფერს თავისი მეორე მხარე აქვს. თუმცა იგივე რა, ანუ რა მნიშვნელობა აქვს? შენ თუ გინდა რომ გააკეთო ეგ, და ეს თუ შენი ხედვა არის და ეს თუ შენი სურვილია და შენი ასე ვთქვათ ხედვა და შთამაგონებელია შენთვის, უნდა დაიწყო და არ არის აუცილებელი რომ პირდაპირ არ ვიცი, მას ავიღებ მეტაფორას რა, პირობითად ვიძახი, ველოსიპედზე ტარება თუ გინდა, არ არის აუცილებელი რომ თავიდანვე იმ რაღაცა ექსტრემალურ მეებს რო აკეთებენ ხოლმე ბრუნებს და არ არის აუცილებელი რომ მაგითი დაიწყო, ჯერ უნდა დააჯდე იმ ველოსიპედზე რაღაც ბალანსი დაიცვა. აქაც იგივეა რა, დაიწყე რა, რაღაცა გააკეთე. თუნდაც პატარა მინი სატესტო აუდიტორიისთვის ჩაწერე და შეიძლება არ დადო საჯაროდ, მაგრამ ვიღაცებთან მაინც გააზიარო. მნიშვნელობა არ აქვს შე როგორ ექსპერიმენტს მოიფიქრებ, მაგრამ თუ არ დაიწყე, არ გამოგივა რა. რამე მაინც გააკეთე, პირველი ნაბიჯები გადადგი, მაგრამ დაიწყე. იმიტომ რომ ვერაზროს ვერ იქნები სრულად მზად. მე არ ვარ ეხლაც არც ერთხელ მზად, როდესაც ეპიზოდს წერ. იმიტომ რომ იგეთი რამე არ ვიცი, რას გულისხმობს მზაობა რა. ანუ რო რას ნიშნავს მზა? მიკეთებია კი? მაგრამ ბევრი შეცდომა და მიშვია და ეხაც ბევრ შეცდომას უშვებ რო ვაკეთებ, იმიტომ რომ ყველა ჯერზე მე ჩაწერილ ეპიზოდს რო უყურებ, ამას სხვანაირად გავაკეთებდი, სხვანაირად ვიტყოდი. მაგრამ არსიც ზრდის და განვითარების ეგ არის რა, ანუ მთელი მუღამს ვიტყვი ამ სიტყვას, ეგ არის რომ ოკეი, შემდეგისთვის, ახლა ამან არის მუშაობა იმ შეცდომაზე და იმ გამოცდილებაზე. სხვანაირად ხო როგორ უნდა გააკეთო და ეგ არის განვითარების თემაც რა და რაც უფრო მეტად მონდომებული ხარ, რაც უფრო მეტად ვთქვათ დროს უთმობ და რაც უფრო მეტად ჩართული ხარ იმაში, რომ შენ უკავშირი მიიღო, გაანალიზო და მე ივარჯიშო და გამოასწორო, მით უფრო სწრაფი იქნება შენი ზრდის და განვითარების ტემპი. თუმცა ეგ არ ნიშნავს, რომ შენ შეცდომებს არ დაუშვებ რა. ანუ საუკეთესოებიც კი შეცდომებს უშვებენ. უბრალოდ ჩვენ ხანდახან ვერ ვხედავთ და არ ვიცით მაგ შეცდომების შესახებ. სხვა თამასა აქვს იმას შეფასების. ჩვენი გადმოსახედიდან შეიძლება ის იდეალურად აკეთებს, მაგრამ მისი გადმოსახედიდან ის რომ მიდის მე იწეს რეებია უკვე განვლილი აქვს, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გამოცდილება. ფარდობითი ამბავია ეგეც და შეიძლება შენ რომ დამწყები ხარ, არ არის პრობლემა. და მართლა ვისი აზრით მნიშვნელოვანია რა კუთხით ვიძახი. ის პირიქით შემოგხედავს და
მაგარია, მიდი. იმიტომ რომ იმას ახსოვს, რომ თვითონაც ეგრე დაიწყო. და ყველა ვარიანტში ის პირიქით წაგაქეზებს და მოვა და დაგეხმარება კიდევაც რა. იმიტომ რომ ახსოვს, რომ თვითონაც მაგ დღეში იყო და კი არ გაეცინება, პირიქით სიამოვნებით გაიღიმება, რომ აი კიდე ერთმა ადამიანმა გაბედა. და ვინც გაგაკრიტიკებს, იმას მაინც არაფერი არ გაუკეთები. ანუ ის ვინც დამწყებს აკრიტიკებს, ის რეალურად თავის თავს აკრიტიკებს, იმიტომ თვითონ არ გაუბედავს. თავიდანვე უკლავს იმ мотиваციას. თვითონ არ გაუბედავს და მაგრამ მეორეც არის, როგორ მიიღებ ამ კრიტიკას, შენთვის ზრდის მომცემი იქნება თუ პირიქით დემოტივატორი იქნება. აი, რაღაცა რამოდენიმე ეპიზოდის წინ მაგ ჩაწერილი ეგეთი ძალიან კაი წიგნი გავიარეთ, მათ შორის ვინც კონტექსტს ქმნის და უნდა რომ თანამედროვე ციფრულ სამყაროში პირადი ბრენდი ააშენოს, გამოადგება მაიკლ შეფერის წიგნი არის known ქვია რა, განთქმულად თარგმნეთ ჩვენ და სახელწოდება. იქ თავი არის მიძღვნილი უკავშირზე რა და მათ შორის რაღაცა საუბრობდი და ჩემი ეგეთი ის იმავს ქენი რა ქვია. ეგრე მოვყევი ეგ ამბავი რა, რომ ნახე არის უკავშირი ბილდსიტყვაობა, ანუ რომელიც შემოვა და პირდაპირ გაგინებს, პირობითად ვიძახი რა, რაღაცა აი განები რა მაგას თავი იქ იგნორია რა, აზრი არა აქვს მან ლაპარაკს. რა შეგიძლია გაუღიმო, რაღაც ცოტა გაეხუმრო კიდევაც და გააგზავნო. არის კრიტიკა, რომელიც წაიკითხავ, დასაფიქრებელი შეიძლება იყოს. კარგი არის ეგ კრიტიკა. ანუ ეგ კრიტიკა არის წყარო იმისა, რომ ვიღაცამ გვერდიდან შეგახედოს რა შეიძლება იყოს ის რაშიც გამოსწორდე. გააუნჯობესო და კიდე უკეთესი გახდე. ანუ სხვა რაკურსით დაგანახოს ის საკითხი, ის პრობლემა, რაზეც მანამდე არ ქონდა წარმოდგენა უბრალოდ. უკავშირი რეალურად თავისი არსით არის კრიტიკა. მაგას ემსახურებ. რეალურად. უბრალოდ არსებობს კარგი უკავშირი ფორმა და არსებობს არც თუ ისე კარგი. ამიტომ ეხლა შენ ყველას ვერ მოთხოვ რომ მათ კარგი უკავშირის გაკეთება იცოდეს რა. ამიტომ შენ თავზე აღიყვავს უბრალოდ და ნებისმიერი უკავშირი მიიღე როგორც ჯილდო. აბა რა შემილია რომ გავითვალისწინო ეხლა ამით. რა შეიძლება მიიღო და თქვა რომ იცი რა, კი, კარგია, გავითვალისწინო. მადლობა უკავშირის, მაგრამ არ გავითვალისწინებ ამას. უკავშირთან დაკავშირებით სანამ ბიზნესის ჭრილში მაგაზე გადავალთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით სერიოზული პრობლემაა ზუსტად ეგ უკავშირის მიცემა. მოდი ბიზნესის გულს დაუბრუნდეთ. ეს თავიდან დაწყებას რომ ვახსენებთ, ბიზნესი საიდან იწყება? აი, თავიდან იწყება თუ ბიზნესის გულია თავი, თუ რა ხდება? ეხა ბიძოლისთვის ადამიანებია ეს თავი, მაგრამ თვითონ ბიზნესის დაწყება საიდან ხდება? იდეიდან აღსრულებამდე მაგალითად ბიზნესი რა გზას გადის, რა ეტაპებს გადის და დაგიკონკრეტებ, რატო ვკითხულობ ამას. მოდი ესე შევხედოთ. დღეს ჩვენს ირგვლივად საკმაოდ ბევრია ფრილანსერი, სტარტაპერი, ანტრეპრენერი, აქვე დავაზუსტებ, რომ ანტრეპრენერი ფრანგული სიტყვიდან მოდის და ანტე არა ანტრეპრენერია სწორი. და საწყისი იდეა სრულებითაც არ იყო ინოვაცია. ანუ ავიღეთ რაღაცა, რაც არ მუშაობდა და გადავაკეთეთ იმათ, რაც მუშაობს და შედეგს. რო დაუბრუნდე ახლა თავისთავად ამ ანტრეპრენერობას, მაინტერესებს, რომ ბევრ ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და სულ მესმის იქნება პოსტები, რომ აი რაღაცა დავიწყე, გავიჭედე, ან საიდან დავიწყო, იდეა მაქვს, ფული სად ვიშოვო, ფული მაქვს, იდეა არა მაქვს და ასე შემდეგ. და აი რაღაცა პატარა მინიშნებასავით, რა შეიძლება იყოს ზუსტად იმ ადამიანს გეკითხები, ვისაც ეს გზა გამოვლილი აქვს და როგორ შეიძლება სწორი მოდელის აგება? ეხლა ყველაფერს ვერ მიუსადაგებთ უნივერსალურად, მაგრამ აი ესე ზოგადად სად არის დასაწყისი მოკლედ? ნახე, არ მინდა არ ვთვლი რომ მე გამოვდგები რაღაცა კარგ ჭკუის დამრიგებლად იმაში თუ რა საიდან დაიწყო მე შენთვის პირადი გამოცდილება რო გაგვიზია. მე მგონია რომ მთავარი არსი ბიზნესის ნებისმიერის რაც არ უნდა იყოს არის მსახურება. ანუ საბოლოო ჯამში შენ რაღაცა ფასეულს უქმნი ვიღაცა სხვას. სხვა შემთხვევაში არავინ შენ ფულს მაგაში არ გადაგიხდის. ამიტომ მაგ კითხვის დასვა მე ძალიან მომწონს, რომ რისთვის აკეთებ, რა ფასეულობას ქმნი, რა პრობლემას აგვარებ, რატომ? შენ რატომ? ანუ რა არის ის რაც სხვისთვის ღირებულს აკეთებ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მაშინ რა ტრანზაქცია დგება, ხო? ანუ ნებისმიერი ყიდვა გაყიდვა არის რაღაცა ფასეულობების ერთმანეთში გაცვლა რა.
ხო და კარგი სტარტი არის ეგ რომ დასვა კითხვა რომ რისთვის რატო? იმიტომ თუ პასუხი მაგაზე რომ მე ფული მინდა გავაკეთო ბიზნეს მაგიტო ვიწყებ თქვათ რა. კი ბატონო, კაცო გასაგებია, კარგია, მაგრამ ფული შედეგია რა რეალურად, იმიტომ შენ ფულს ესე არავინ არ გადაგიხდის. ყველა თავისთვის რაღაცა ფასეული უნდა და ღირებული უნდა და მაგაში იხდის ფულს და ამიტომ ჯობია რომ მაგას მოკიდო კარგად ხელი რომ აი ეგ რა არის, რის გამოც შენ ფულს გადაგიხდიან. ეგ რა არის, რისთვის არის, რა ფასეულობას ქმნი. და მაქედან გამომდინარე იწყებ. მე უკვე იმიტომ რომ მე შენ პირველი ეტაპი რაც არის რეალურად რომ ესე ვთქვათ MVP არის ხო რაღაცა ფრაზა რომ minimum viable product, ანუ მინიმალურად გამოსადეგი პროდუქტი დადო, ანუ მინიმალური რაღაცა უნდა შექმნა შენ რითიც შეგილია რომ ეს შენი ჰიპოთეზა დატესტო რომ აბა ეს ხალხს ჭირდება თუ არ ჭირდება რა. და მაგისათვის მნიშვნელოვანია რომ დაშვება გაკეთო იმისი რომ და მაგკითხვას გასცე პასუხი რომ რა არის ეს, რას ემსახურება ეს ჩემი იდეა და პროდუქტი ან მომსახურება რა. ეს შეიძლება არ იყოს რაღაცა შეიძლება კი რა ძალიან დიდი ალბათობით არ იქნება რაღაცა ველოსიპედი და ბორბალის მოფიქრება ახალი, მაგრამ რაღაცა შეიძლება სახეცვლილი იყოს, რაღაცა შემატო რაღაცა ფუნქცია, ვთქვათ, რამე არსებული იდეას ან მომსახურებას, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ეგ კითხვა არის დასასმელი, რომ რა არის ეს, რისთვის არის, ანუ მომხმარებელს ამითი რა საჭიროებას უკმაყოფილებ, ან რა პრობლემას უგვარებ, რა. ეგ არის მე რომ მკითხო საწყისი. არსი ყველაფერი, თავარი არსი ეგ არის. ანუ ადამიანები რა არის მან? აი ეგ საწყისი არის რომ რას ემსახურება და თუ ამ რასაც ემსახურება და თან ეს თავისი ინდივიდუალიზმი ვთქვათ რაც შემატა კონკრეტულად ადამიანმა მეწარმემ იდეას თუ ბიზნესთან საგანს რაც აქვს მნიშვნელობა ან მომსახურებას მე რამდენს ემსახურება და როგორ არის ეს მიწოდებული, იმიტომ რომ ეგ რაღაცა უკვე პროცესებია რა. გარემო ძალიან კონკურენტულია და თუ შესაბამისად არ არის ყველაფერი გათვალისწინებული, ისე ძალიან ძნელია, რომ იგივე კონკურენციაში შევიდეს სხვა ანალოგიური ტიპის იგივე მომსახურებასთან თუ პროდუქტთან. ხე, კონკურენცია ძნელია, იმიტომ რომ რთულად ახერხებს მომხმარებელი რომ გაარჩიოს ან დაინახოს რატო შენ და არა სხვა. ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი. მთავარი მესიჯი, მთავარი ბარიერი, რაც უნდა გადალახოს, ხო? კი, შესაძლოა ეგ შეიძლება თვითონ პროდუქტში არ იყოს, მაგრამ შენ მიწოდების გზა გააკეთო ისეთი, რომელიც მისთვის უფრო მოსახერხებელია. შენ შეიძლება ბრენდის იდენტობა გააკეთო ისეთი და ისე მოიქცეს კომპანია და ისეთი იყოს ბრენდი, რომ მასთან ასოცირება უნდოდეს მომხმარებელს და ამიტომ გადაწყვიტოს, რომ მოდი მე შენ მაისურს ჩავიცმევ და არა სხვის მაისურს, თორე ის მაისურია რა, იცმევ და რა, თავის ფუნქციას ის მაისური ასრულებს, მაგრამ ასაცმელში უმეტესწილად ბრენდებს შორის კონკურენცია მიდის და არა ფუნქციური კონკურენცია. ბევრი რამე შეიძლება იყოს, ხა ესე და მათ შორის storytelling-ი, ანუ თხრობა იქნება ეს იგივე ავტორი, მეწარმე, თვითონ ბრენდის ისტორია და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ეს ბრენდი თვითონ იმ კონკრეტულ ადამიანსაც უკავშირდება, ანუ თავის იდენტობა გამოაქვს, რატო ეს და არა ნებისმიერი სხვა რაღაც, ხო? კი. ეს ანუ ისტორიის მოყოლაზე storytelling-იც რეალურად რა არის, ხო, რომ მე მაგ ისტორიით მომხმარებელს საბოლოო ჯამში ესაუბრები იმაზე თუ რატო უნდა გააკეთოს არჩევანი შენზე. ანუ ზუსტად ეს ისტორიის მოყოლა, ხო, ეს storytelling უბრალოდ არის ძალიან ხმაურიდან სუფთა ხმის გამოყვანა რა, რომ რა არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში. storytelling-ის პლუსი არის ის, რომ ჩვენ ადამიანებს გვიყვარს ისტორიები. ჩვენ ვისმენთ ისტორიებს უფრო კარგად, ვიდრე ვისმენთ უბრალოდ მშრალ ფაქტებს. ანუ შესაბამისად storytelling არის ეფექტური გზა შენი სათქმელი მიიტანო ადამიანამდე. თორე storytelling-ის გამო ესე კონკრეტულად არავინ შენ არ გირჩევს რა. ხო, არა, რა თქმა უნდა, თუ ერთხელ გასინჯავს იმ პროდუქტს და მე თუ არ მოეწონა, ისტორია ვერ უშველის მაგ ამბავს, ხო? კი, ზუსტად ეგ არის და ანუ რო დაუბრუნდეთ კითხვას, მე მეგონი მოვედეთ, ანუ საიდან დავიწყო თუ რა არის ის, რაც თავარი არსი არის, ეგ არის არსი, რომ შენ სხვას რას არგებ. რითი ხარ შენ სასარგებლო? ანუ სასარგებლო პროდუქტის შექმნა არის საწყისი არსი. სხვა რა. და თვითონ ბიზნესის გული რა არის შენი აზრით? ადამიანებისთვის რა. ანუ იზიარებ იბერჟოლის საზრს, რომ ის არის ხო, ადამიანები არის, ანუ ბიზნესი არის ადამიანთა დაჯგუფება, რომელიც რაღაცა ფასეულობას უქმნის
სხვა ადამიანთა დაჯგუფებას. ეს ადამიანებთან შეიძლება ერთი იგივეც იყოს რაღაცა მომენტში, ანუ მომხმარებელი შენი არის ადამიანთა ჯგუფი. და ბიზნესის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეიკრა რაღაცა ერთი მიზნის გარშემო გაერთიან და რაღაცა ფასეულობას ქმნიან და აწვრიან ამას მომხმარებელს და ის მომხმარებელი მე უხარია ან ნებით ან სიხარულით ან კმაყოფილებით თავის ნაშრომით მოპოვებულ ფულს გიცვლის შენ მე მაგ ფასეულობაში რა და შესაძლოა ადამიანებიც აქეთ არიან, აქეთაც ადამიანები არიან. ადამიანებს შორის ურთიერთობა აი ეგ არის შენი ბიზნესი. ამიტომ რავი გული ადამიანის იქით სხვა ვერ იქნება ვერაფერი რა. ეხლა მან სხვა თემები არის რა, მე მან შემოდის რომ იქ სტრატეგია როგორი ეგ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანების ერთმა ჯგუფმა რაღაცა ფასეულობა შეუქმნას ადამიანების მეორე ჯგუფს და იმ მეორე ჯგუფმა მე გაუცვალოს ამ ფასეულობაში მეორე ფასეულობა, ფული და ყველა იყოს კმაყოფილი. მაინც საბოლოო ჯამში დადიხარ ადამიანებისთვის. მეტი რო ჩაუღრმავდები, მეტი ვერაფერს ვერ ნახულობ, რომ თავისთავად ამ ჭიქას არაფერი თან დაყოლილი ფასეულობა არა აქვს, თუ ეს ჭიქა მე არ მიგვარებს რამე საჭიროებას, ხო? ამიტომ ისევ ადამიანებამდე მივიდოდი. ანუ ჭიქის დანიშნულება მის სიცარიელეში არის, მე რითი ავავსებთ ამ ყველაფერს. რა თქმა ეს ჭიქა მე მე ვიყენებ ისე. ჩემი რაღაცა საჭიროებას აკმაყოფილებს, რომელიც არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში წყლის დალევა, ანუ სითხის მიღება, ისე რომ ხელი არ მას ვქნა რა. და ან რაღაცა კომფორტულად, ესთეტიურად და ასე შემდეგ. ხო, რაღაცნაირად. მე ეს უკვე ხო, თორე აბა ხა ეს ამ გვერდითი ეფექტებია ამ ყველაფერს. მე ამას ემატება სილამაზე ვიმეცი რა, მე ესეთი ჭიქა მინდა სახში რომ იდოს, იმიტომ რომ ეს ჩემ თვით გამოხატვას უფრო რაღაცად უხდება და მე უკვე მიდის ეს 1000 სხვა და სხვა მიწეპებული საჭიროებები, მაგრამ ეგეც საჭიროება არის, ეგეც ფასეულია რაღაცა რა, ხო, ამ სილამაზე და ესთეტიკა მოგვდებს, რავი, ოდითგანვე, ხო. ამიტომ ადამიანებისთვის რა. როდესაც დრო ესეთი სწრაფია. დრო ისევ იგივენაა როგორც იყო. ნუ ტემპი დაჩქარდა ასე რომ. სულილების ტემპმა მოიმატა რა, ანუ რაღაცეები უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ადრე იცვლებოდა. თორე დრო ისევ. ნუ დღეღამაში ისევ 24 საათია. ხო, ნუ დრო ეგ არის სხვა კაფე. მე რას გულისხმობ, იცი რა, ხო, დროს როგორ შეხედავ რა, ანუ სულილების ტემპი კი მოიმატა და ამიტომ ხო, შესაბამისად დრო აჩქარდა, შეიძლება არ იყოს ცუდი ნათქვამი მაგ კუთხით რა. რაღაცების ცვლილების ტემპმა მოიმატა და შესაბამისად ჩვენ თუ არ ვადაპტირდით და არ დავეციეთ მაგას, ჩაგვიქროლებს რა, ეს რაღაცა წითელი დედოფლის პრინციპი ყოფილა, ცოტა ხნის წინ გავიგე რა, ანუ ერთ ადგილზე რო თუ დგახარ, ჩაგიქროლებს რა, ანუ შენ ხო, თუ არ მიდიხარ შენ საკმაოდ სწრაფად უნდა იმოძრავო, რომ კეროლის ელისის აუცილებლად ქვეყანაში, ხო, ეგ ასტრაფთ, ანუ ის რაც გარბის, ის იმან უფრო სწრაფად დაიწყო სირბილი და შენ უნდა მოუმატო, ეხა თორე ჩამორჩა. მათემატიკაში რო იყო ეს განტოლება ორი ავტომობილი ერთმანეთს როდის როგორ ჩაუქროლებს და რანაირადო ესეა. მაგრამ მაქსის სწრაფეში და მაქს სტრესულ გარემოში რო აი ყველაფერი გუშინ გვინდოდა განსხვავებული დედლაინებია, რესურსები სხვადასხვანაირად არის გადანაწილებული, ხო? ვიღაცას რაღაცაზე მეტი აქვს წვდომა, ვიღაცას რაღაცაზე ცოდნა აქვს მეტი, ვიღაც სახლიდან სხვა განწყობით მოვიდა, ანუ ბევრი რაღაცაა. ადრე უარესი იყო. ყველა დროს თავისი აქვს. ადრე უარესი იყო. იმ რაოდენობის რესურსი, იმ შესაძლებლობების ოდენობა, რაც ეხლა დღეს ადამიანებს გვაქვს, ეგეთი არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას არც ერთხელ. მოდი ჯერ დაუბრუნდეთ, რომ არ დამავიწყდეს და არ დაგვავიწყდეს აი ამ უკავშირის დაბრუნებას, საერთოდ პასუხის დაბრუნებას, რომელიც ადამიანის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას შორის აი რაზე ბრუნდება ეს უკავშირი და შენი აზრით როგორია ამის ჰიგიენური ფორმა რა, როდესაც აი ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფილხარ და როგორ გამოგიხატავს, როცა რაღაც არ მოგწონს. ეს ერთი და მე გადავიდეთ დანარჩენზე. აუ რავი, მე შენთანაც თქვი პირდაპირ ხარო და გარდა მაგ პირდაპირობისა მე არ გამოვირჩევი ნამეტანი ემპათიური კომუნიკაციის სტილით. ეხლა მე მაგას არ ვიძახი რომ კარგია ეგან არ უნდა გააუმჯობესო სადამე თქვა. მე ყველანაირი უკავშირი დამებრუნებია რა ხისტი უხეშიც. ისეთიც რომ ადამიანს წყენია და დამებრუნებია კონსტრუქციულიც და რაღაცა ისეთი რომ ადამიანს მადლობას გადაუხდია რა და ნუ ბოლო პერიოდში დიდი ხანი ვარჯიშობ და ვცდილობს რომ ეს უკავშირი იყოს ისეთი რომ ადამიანი ნაწყენი არ წავიდეს და პირიქით მას მოუნდეს რომ მართლა იმუშაოს საკუთარ თავზე. თუმცა არის რომ დამცურებია ფეხი, არის რომ ეხაც მიცურდება ფეხი და ალბათ ხვალაც რაღაცა მომენტებში დამიცურდება ფეხი. ამოცანა რაც არის ის რომ შენ უკავშირს რატომ იძლევი? ანუ შენ უკავშირს იმიტომ იძლევი რომ მეორე ადამიანს
მეორე ადამიანი დააპატარაო და შენ უფრო მაგარი გამოჩნდე, იმიტომ რომ ეს შეგეშალა უთხრა, თუ შენ უკავშირს იმიტომ და შენზე მაგარი ვარ ამ კუთხით, ხო? თუ შენ უკავშირს იმიტომ უბრუნებ, რომ გინდა რომ ის გაიზარდოს რა. ხო და ეგ არის მთავარი რითიც უნდა დაიწყო კითხვა, ეხლა მე უკავშირს რატო ვაბრუნებ? მე იმიტომ ვაბრუნებ უკავშირს, რომ მას დავანახო, რომ მან შეცდომა დაუშვა და იმედე და რაშტერი ხარ და როგორ ვერ გააკეთე ისა, თუ იმიტომ ვაბრუნებ, რომ აი მე შეცდომა დაუშვა. შედეგი ვერ მიიღო, ისაც უნდა მიიღო და მოდი აბა დავეხმაროთ იმ ადამიანს, რომ იქ დაინახოს, რომ და იქნება და ვიპოვოთ ის ქმედება ან არ ქმედება, რომელიც არის წყარო ამ იმ შედეგის, რომელიც ჩვენ არ მოგვეწოდა რა, ანუ რაღაცა ყველა მოქმედებას ან არამოქმედებას აქ რაღაცა შედეგი, ხო და რეალურად ჩვენ უკავშირს მაგ შედეგზე აბრუნებს საბოლოო ჯამში ან მოქმედებაზე, რომელიც მე რაღაცა შედეგამდე მიიყვანს და ეგ არის რა, თუ შენი ამოცანა არის რომ მეორე ადამიანი გაიზარდოს და მეორე ადამიანმა უკავშირი მიიღოს და წავიდეს და შეიტანოს ცვლილება მის მოქმედებაში შემდეგისთვის, მაშინ შენ მაქსიმალურად უნდა გამოხვიდე იქიდან, რომ ეს უკავშირი მისთვის არ იყოს დამამცირებელი და საწყენი და არამედ იყოს პირიქით. მისაღები კონსტრუქციული და დაეხმაროს. მათ შორის ნებართვის აღება რომ მე შეიძლება თუ არა ეხა შენ რომ ამაზე უკავშირი დაგიბრუნო, ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის იმისი, რომ ჰიგიენურად გახადო და ეხა კორპორაციებში მაგიტომაც არის, რომ კულტურაში ცდილობენ რომ შეიტანონ ეს უკავშირის სისტემა და გაასისტემურონ, რომ ვიცოდე რომ მე ეხა შენთან რომ მოვდივარ სასაუბროდ, შენ აქ უკავშირს მაძლევ რა. მე ასევე ძალიან მიყვარს და მგონია რომ ბევრად უფრო ეფექტური არის უკავშირის რაჩელება მალე მიცემა. ანუ ეს რაღაცა წელიწადში ერთხელ დავსხდეთ და მე შენ უკავშირს დაგიბრუნებ, მგონია არის და არა მხოლოდ ბიზნესში, პირად ურთიერთობებში ხარ, რაღაცა მეწყინა და არ გითხარი შევინახე და ერთი წლის მერე გითხარი რაღაც სხვა საკითხზე რომ უიშე რომ მაშინ ესე რაღაც იმიტომ ეხლა ესე ხო, ნუ ეს გასაგებია. აი ახსენე ემპათიური ლიდერი არ ვარო და თან ვსწავლობო. ერთი რომ ეხლა მაინც ვსწავლობთ თუ არა, საერთოდ ხუშეცდომებზე, იმიტომ რომ ემპათიური ლიდერობა ისედაც იცოდი აქამდე რა იყო, მაგრამ აი ის ფაქტორი რაც ახსენე რომ როგორ თქვი, ნებართვის აღება უკავშირის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს ნასწავლია, თვითნასწავლია თუ რამ როდის მოვიდა? არ მახსოვს, მაგრამ ხო ალბათ ნასწავლია მირჩიეს მითხრეს, ანუ ეგ ამბავი ხა ამ ჩემი კარიერის დროს იყო პერიოდები, როცა რაღაც კოუჩის ყავდა პირადი და ანუ ბევრს ვარჯიშობდით და ვსწავლობდით ამ ემპათიურ უკავშირის გაკეთებას და რაღაცა სტრუქტურაც მქონია და აბა მგონი მაქედან ემპათიური, ასერტიული და ასე შემდეგ. ხო, ესეთი ქენი, ისე ქენი ნებარ თუ აიღე გვერდზე და უჯექი წინარ დაждეი რაღაცა წიგნებში სამომიკითხე, მოკლედ მიმეცადინია მაგ ნაწილზე და მაგიტო ვთქვი, რომ მათ შორის ერთ-ერთი გამოცდილებით მე უფრო ეფექტურია ხოლმე, როდესაც ნებართვას იღებ უკავშირის მიცემაზე, ვიდრე როცა არ იღებ ნებართვას, მაგრამ ამავე დროს მგონია რომ ლიდერის პასუხისგებლობა არის ის, რომ უკავშირი დააბრუნოს დროზე და სწორედ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შენი თანამშრომელი ვერ გაიზრდება და ვერც შენ ვერ გაიზრდები. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მე მგონია რომ ეგ ნებართვა რაღაცნაირად წინასწარ უნდა იყოს აღებული რა, ანუ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ ახლა ერთად საქმეს ვაკეთებთ და აუცილებლად ერთმანეთს უკავშირს უბრუნებთ. ხო, შეიძლება იმ მომენტში მიმღებლობა საერთოდ არ კონდეს ადამიანს, არა თუ უკავშირის რამეს მიიღების, არამედ საერთოდ არაფრის მოსმენის რა, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა ფაქტორებიდან მესმის, მაგრამ მე მგონია რომ არ არის საჯაროდ აუცილებელი, მაგრამ რომ უთხრა ადამიანს რომ მე უკავშირი მაქვს შენთან და მინდა რომ მოგცე და მოდი აბა ეხა მოიცარ ერთი 10-15 წუთი გავიდეთ და დავილაპარაკოთ. თუნდაც იმის გარისკვა რომ მაგ ადამიანს ეწყინოს, ჯობია რომ უკავშირი დაბრუნდეს და მეორე დღეს და მესამე დღეს და მეოთხე დღეს შეიძლება კიდე ილაპარაკოთ და ჰიგიენურობაზე და არასწორ ფორმებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველამ ჩვენი, მაგრამ უკავშირი დაბრუნდეს რა, იმიტომ რომ სხვანაირად რანაირად უნდა ვისწავლოთ არ ვიცი. აი ხა ორი რაღაც მენიშნა, რაც ახსენე რა, ერთი თავისთავად ერთ-ერთზე და კონფიდენციალურად მაგ უკავშირის მიცემა და მეორე კიდე განმეორებითობა, იმიტომ რომ პირველივემ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს და ჩემი აზრით ლიდერებს შეიძლება არა როგორც შინაგანად ლიდერს ესე სტრუქტურირებულად, არამედ ლიდერულ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს ხშირად არ ყოფნით მაგისი დრო, ნერვები ან მაგისი ცოდნა, რომ ეს მუდმივი პროცესია და რომ ერთხელ ნათქვამით შეიძლება რაღაცა ყველასთვის ერთნაირად ცხადი არ იყოს ეს, რომ ამას განმეორებითობა სჭირდება. და მადლობა ამისთვის. ახსენე
ქმედება და შედეგი. ყოველ მოქმედებას ის შედეგი შეიძლება არ მოყვეს, ანუ შუაში ტოლობის ნიშანი არ არის რა, რომ მაინდა-მაინც ასე რომ მოქმედებთ და ასეთ კარგ შედეგს მივიღებთ. ყველა მოქმედებას აქვს შედეგი. მაგრამ სასურველ შედეგს ვამბობ. იმიტომ რომ ის მოქმედება არ არის, რომელიც მაგ სასურველ შედეგს იწევს და იმიტომ კი არა რომ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. ხო, არა, სასურველი შედეგი არ მოაქვს ეს. იმიტომ რომ სასურველი ქმედება არ არის. სიტყვა დავაკელი ეთყობა. შესაბამისად სასურველი ქმედება არ არის, იმიტომ. ხო. და მეწარმეობის ჭრილში რო გადმოვიტანოთ ეს ბევრს მოქმედებენ ხშირად, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ იღებენ. შენი გამოცდილებით თუ შეგიძლია რომ პირველი დამწყები მეწარმეებისთვის როგორ ფიქრობ რა არის ის საჭირო ქმედება რომელიც აახლოვებს თუ არ არსებობს ეგეთი ან სადღაც თუ გაიჭედა მაშინ რა გააკეთა ნახე ბევრი უნდა იმოქმედო თავარი არის რომ არ დაგავიწყდეს უკავშირის სისტემის შექმნა ანუ რაც შეიძლება ყურადღებით გაზომე შენი ქმედების შედეგები. რომ გაარკვიო ეს შენი ქმედება ეფექტურია თუ არა, მიყევ ხარ თუ არა მიზნამდე. ანუ ნახე, ჩვენ გვჭირდება მიზანი. ანუ გაზომვადობა, ეხლა ეს ერთი უკვე საზომი უნდა კონდეს ამას. ყველა ვარიანტში. ანუ ეგ არის უკავშირის სისტემა ქვია მაგას. ნახე, შეიძლება მეორე ადამიანმა დაგიბრუნოს უკავშირი, შეიძლება რიცხვებმა დაგიბრუნოს. უკავშირი შეგიძლია შენ რაღაცა სისტემა აგო ისეთი, რომელიც ავტომატურად გეუბნება, რომ აი ამ ქმედებამ ეს შედეგი გამოიღო და ამ ქმედებამ უკეთესი. და მე ეს რასაც ზომავ შენ უნდა იყოს რაღაცნაირად ამ მიზანთან და უკეთესი შედეგი, რომელიც იმ მიზანთან გაახლოვებს. არა, ყველაფერი მიზანთან უნდა იყოს დაკავშირებული, ანუ მე უნდა მესმოდეს, რომ ამას იმიტომ ვზომავ, რომ ეს თუ ზევით წავა, მაშინ მიზანთან მიმეახლოვებს და თუ ქვევით ჩამოვა, მიზანთან დამაშორებს. მე რაღაც უნდა ვიმოქმედო და ვნახო, აბა, ამან ეხა რა შედეგი გამოიღო, ეს ზევით აწია თუ ქვევით ჩამოწია. თუ სხვა შემთხვევაში შენ ვერ გაიგებ რომელი მოქმედება იყო შენი სასურველი და რომელი არ იყო სასურველი. და შესაბამისად მე შენ ადაპტირდები მაგაზე და უფრო მეტად მოქმედებ და აკეთებ იმას, რასაც მოაქვს შედეგი და ნაკლებად იმას, რასაც არ მოაქვს შედეგი. მაგრამ ყველა ვარიანტში მოქმედებ და ეგ რო გაარკვიო შედეგი რას მოაქვს, უნდა იმოქმედო, მაგას ვიძახი. ყველა ნახე, შენც ხა კითხვებს რასაც მისმევ და ყველა ადამიანს ჩვენ გვინდა რომ წინასწარ გავიგოთ როგორ უნდა ვიმოქმედო ისე რომ სასურველი შედეგო მივიღო. და შე რო გაიგო როგორ უნდა იმოქმედო რომ სასურველი შედეგი მიიღო, ჯერ უნდა იმოქმედო, მერე უნდა დადგეს შედეგი და მერე უნდა გააკეთო რეფლექსია. ეს შედეგი რატო იყო ესეთი და რა მოქმედება აკლდა რომ ისეთი ყოფილიყო. მივხვდი რას ვიძახი? ნახე, მივხვდი. ამიტომ არა, მნიშვნელოვანი ის არის, რიგითობა მნიშვნელოვანი არის რა. ნახე, როგორ უნდა ვიმოქმედო რომ სასურველი შედეგი მივიღო? რო გაიგო, ჯერ უნდა იმოქმედო. არ მინდა მაგრამ ვთქვა და დას გამოვიყენებ. ხომ არის მეორე ვერსია, როდესაც ბიზნესი იწყებ, ან მეწარმეობას იწყებ, ესე ხო არ არის რომ იდეა ბურუსით მოცული. ანუ საბოლოო შედეგი რაღაცნაირად წარმოდგენილი გაქვს, ხო? რაღაცა მინდა შევქმნა ესეთი. და კონკრეტულად და უფრო გაგვიადვილო. იცი რას ვამბობ? უკუღმა რო წამოხვიდე, რა არის შენთვის იდეალური შედეგი და მე უკუღმა წამოყვერო. ეს შედეგი რომ მივიღო, ამისთვის რა ნაბიჯი უნდა გავაკეთო. ეგრე უნდა ქნა. რაღაცა 10 დღის ვადაში, 20 დღის ვადაში, 1 თვის, 1 წლის. ხო და ეგ არა, ნახე, რაც ეხა გავიგე და სახეთ ნახე. მივხვდი რას ვამბობ? მივხვდი და ნახე, მიზანი ყველა ვარიანტში. ნახე, ყველა ვარიანტში გაგხედვა რაღაცა და მოდიხარ უკნიდან. კარგი გზა არის უკნიდან წამოსვლა რა. ეს მინდა რომ შევქმნა საბოლოო ჯამში და აბა ამისთვის რა უნდა ვაკეთო და ამისთვის ეს არის საჭირო, ეს არის საჭირო, ეს არის მე ეს არის საჭირო, მე ეს და მე აქედან იწყებ ქმედებას რა, მაგრამ ნახე რაზე ლაპარაკი, ეგ ყველაფერი მე საბოლოო ჯამში უბრალოდ იგივე სტრუქტურით პატარავდება რა, ანუ ეს ქვედა პატარა რაღაცა მაგალითისთვის მაგიტო კონკრეტული კარო თქვა, რომელიც მე მინდა რომ ავაშენო რაღაცა სოფლიოში მოწინავე პოდკასტი პირობითად ვიზახი რაღაცა ბიზნეს ლიტერატურაზე. პირობითად ვიზახი, ხო? ოკეი, კაი, ამისთვის რა არის საჭირო? და რაღაცები ჩამოვთვალე და მათ შორის თქვა ერთ-ერთი რაც არის საჭირო არის ის, რომ მე რეგულარულად თვეში ორჯერ ჩავწერო ეპიზოდები, მყავდეს სტუმრები, რომლებიც არიან საინტერესო მოსასმენები, წავიკითხო წიგნები, რა ვიცი, დავუჯდე და დავუთმო დრო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავარჩიო, გავიაზრო და შევადგინო საინტერესო კითხვები. ვისწავლო როგორ მუშაობს YouTube-ის ალგორითმი, ჩამოვწერე უამრავი, ასე ვთქვათ, milestone-ი, ხო, რაღაცა. მე პოდკასტი თუ არ ჩავწერე, მე და ფერს ვერ გავიგებ. ხო, მაგრამ
რო გაიგო თვითეულ მაგადგანში რეალურად რას ნიშნავს ეგ და შენ რა პატარა ქმედებები უნდა გააკეთო რომ ის შედეგი მიიღო მაინც აკეთებ ჯერ თქვენ რომ მაგ გზაზე ყველა ვარიანტში ბევრი უცნობი კომპონენტი გაქვს რა და მაგიტო ვიძახი ანუ რა არის სასურველი შედეგები რომ სასურველი მიზანი მიაღწიო ჩამოწერე ჯერ სასურველი მიზანი რა არის რაც შეიძლება მეტი გაიგე იმ ადამიანებისგან რომელმაც მაგ მიზანს უკვე მიაღწია იმიტომ რომ ხო არის ვარიანტი რომ აბა თქვენ რა ხევში გადავარდით ამ გზაზე რომ როგორც მინიმუმ იმ ხევში არ ჩავარდი მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა დაიწყო მაინც უნდა გადადგა ის ნაბიჯი რომ გაარკვიო ეს შენი ნაბიჯი როგორია რა ანუ ამ შენ ველოსიპედს რო ატარებ რა სისწრაფით უნდა ატრიალო ეს შენი ფეხები რომ ატრიალებ ამბურბლებს თუ ხო იმიტომ რომ შენ მაინც სხვანაირი ფეხები გაქვს იმას სხვა აქვს იმას სხვა ტემპი აქვს ანუ განსხვავებული არის მაინც გარემოც ყველა ვარიანტში შეცვლილი არის რა ანუ რაც იმუშავა ჯერ ორგანიზმისთვის შეიძლება არ იმუშაოს მაგან შენთვის მაგრამ არის რაღაცები რაც რაღაცა საერთო კომპონენტები ექნება მაგალითად ამას წინათ პოდკასტში ახსენებდი კოვის და იმას აქვს ზუსტად ეს 7 ჩვევა წარმატებული ადამიანის თუ ეფექტური ადამიანის და მე ბოლოს მერვეც დაამატა ცოტა მოგვიანებით რომ ადამიანმა მერვე იყო ზუსტად ეს რომ ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი და მე სხვებსაც დაეხმაროს მაგის პოვნაში და მაინც მგონია ხოლმე რომ და ალბათ ზუსტად ეხა მანდ მივედი მაგაზრით რა რომ სანამ თვითონ არ გამოცდი მე სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობ რა სანამ თვითონ არ დაუშვებ მაგ შეცდომებს ცხოვრება არის გამოცდილებითი ფენომენი ცხოვრება არ არის თეორიული ფენომენი ცხოვრებაზე ბევრი თეორიები არის ბევრი თეორიები, მაგრამ მაინც გამოცდილებითი ფენომენი, ანუ ის თეორია ყველა ვარიანტში პრაქტიკაში უნდა გადაიტანო. რომ გამოცადო როგორია, რომ გაიგო როგორია და რამ იმუშავა და რამ არ. შენთვის როგორი იყო ეგ, როგორ რა მდგომარეობაში მოყევი, რა იგძენი, რა აღმოაჩინე, რანაირად გააკეთე, ანუ ამიტომ კი როგორ არ არის უამრავი ჩარჩოარი რა როგორ უნდა აკეთო და ძალიან კარგი არის ეგ ჩარჩოები. ძალიან კარგი არის. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გასაკეთებელი არის რა. მათ შორის ერთ-ერთი ჩარჩო კონკრეტულად ისევ კოვის რომ მოვაყოლო ეს 7 ეტაპიანი დაგეგმარება რომელიც ვიზუალურად ეიზენჰაუერის მატრიქსით გამოიყურება რომ სწორად შეაფასო იგივე შენი რესურსები. იგიც ხო კეთება არის შეხედე. ნახე იგიც კეთება არის. ნახე დაისახე მიზანი. ჩამოწერე მე ეგ მიზანი. ეგენი ქმედებებია ყველა. ანუ იმიტომ რომ რო აკეთებ, ეგეთი მარტივი თავში არის მარტივი რა. აი ეს უცებ ხო შევაპარაკოთ. მაგარი იდეა მაქვს ის ჩამოწერე. რო გადაიტან და დახედო. დაწერე. და წაიკითხე აბა ერთი კარგად ეგრას დაწერე. ხრი? მე აბა ცოტა სტრატეგიაზე იფიქრე ხარ რა როგორ რანაირად. მე დასვიკითხები აბა ეხლა მე რასაც ვიზახი. მგონია რომ რამე განსაკუთრებულს და ახალს და უნიკალურს ვიზახი თუ იგივე ყველა აკეთებს მაგას და ამიტომ თუ ყველა აკეთებს მე რა ამაგითი ანუ ჩემთან რატო მოვა ვიღაცა რა არის ის განსაკუთრებულს გაიგებს ახალს და განსაკუთრებულს შენ რატო აგირჩევენ შენ რატო გამოგივა თუ სხვას არ გამოუვიდა პირობითად ვიზახი მე კი არ ვიზახი რომ არ გამოგივა თუ სხვას არ გამოვიდა მაგრამ რატო დასვიე კითხვა და კრიტიკულად შეეცადე რომ პასუხი გაცე მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც უნდა გააკეთო და ხე რაც მალე იწყებ მაგის კეთებას მით მალე არკვევ რომელი შენი დაშვება იყო გამართლებული და რომელი შენი დაშვება არ იყო სწორი. თუ მაინც დაშვებით ხარ, იმიტომ რომ მომავალზე რო ლაპარაკობ, ამას რო ვიზავე ეს მოხდება, ეგ მომავალია. და არ ვიცით რა მოხდება ამას რო ვიზავ. წარსული გამოცდილებები რაღაცას გვეუნება, მაგრამ ის იგი არ არის გარანტია რომ იგივენად იქნება. რაღაცა პატერნები არის რომელიც კი მეორდება თუმცა მაშინ გაკეთებული გაქვს ესე იგი უკვე და ესე იგი არაფერ ახალს არ შვები და გააგზავნა. იცი რამაც არ იმუშავა. ესე იგი უკვე გწოდნია. მაგრამ თუ არ გააკეთე, აინც არ მოდის ეგ უკავშირი რომ აი იმუშავა ან არ იმუშავა რა. ჩვენ ძალიან მოგწონდა როცა ერთად მუშაობდით სტივ ჯობსის გამონათქვამი თუ ყოველდღე ერთი და იგივე საკეთებ და გონია რომ
რაღაც ელოდები განსხვავებულ შედეგს ძალიან ცდებიო. აი რა ყოფილა შენთვის ისეთი რჩევა ან რა ფრაზა მოგწონებია იგივე საკუთარი ან სხვისი თარგმანებიდან, რომელიც ესე ფურცელზე დაწერილი კარგად გამოიყურება, მაგრამ აი პრაქტიკაში რაღაცა ვერ თუ ქონია ეგეთი. იცი რა არის ძალიან ბევრი არის რომელიც პრაქტიკაში არც კი მიცდია რომ გამომეყენებინა, ოღონდ იმიტომ კი არა რომ ცუდი რჩევა იყო ან ცუდი რაღაცა იყო ან არ მომეწონა. ამ ყველაფერს რაღაცერად ქცევის ცვლილება ჭირდება რა. ეხლა კაი რაღაცა რატო ახსენებ რომ სულ მაგას ვფიქრობ რა და ერთ-ერთი რაც პროექტი ახლა რასაც ვაკეთებ, რაც მინდა რომ ასევე მე ხალხსაც გაუზიარო არის რომ ზუსტად ამ თეორიული ცოდნების პრაქტიკაში გადატანის მოსახერხებელი ხელსაწყოები რა, იმიტომ რომ ისევ და ისევ იმას უბრუნდები რა სანამ პრაქტიკაში არ გადაიტან არაფერი არ იცი რეალურად რა. და ეხლა ეს შენ კითხვას რომ დაუბრუნდე ვერ ვიხსენებ არ ვიცი რამე რჩევა ისეთი რომელიც გამოვიყენე, მაგრამ პრაქტიკაში დიდად შედეგიანი არ აღმოჩნდა? ეგ იყო კითხვა? თუნდაც არ გამოგიყენე, ანუ წაიკითხე მოგეწონა, მაგრამ როგორც წაკითხული წიგნი გადადე. ანუ აი ეს რაღაცა ან გაიფიქრე რომ აი ხო არ გადამეტანა, მაგრამ მე არ გადაიტანე და რატო? აი იმ წუთას რომ მოგეწონა, რატო არ გადაიტანე პრაქტიკაში? აი მეორედ ვკითხულობ მაგ წიგნს რა და თან გადამაკ პრაქტიკაში, თან არა. რა წიგნს? იფიქრე და გამდიდრდი. ნაპოლეონ ჰილის Think and Grow Rich. იფიქრე და გამდიდრდი. ძალიან მომწონს რა, ანუ ყველა ჯერზე რომ ვკითხულობ აღმართოვანებს და აი გუშინ უსმევდი ჩემთავს კითხვას რომ რა არის ის რაც ხელს მიშლის ან რა რწმენა წარმოდგენა არის ჩემ თავში, რომელიც რაღაცების პრაქტიკაში გაკეთებას არ გადამატანიებს. ან მაგალითად ანუ რა გაბრკოლებს იმისთვის რომ რაღაც ეს თეორია პრაქტიკაში გადაიტანოს. ძალიან ბევრი პრაქტიკული რჩევა არის და არის ძალიან ბევრი მე რომ გითხო იგიც პრაქტიკული, მაგრამ სადაო ცოტა რა, აი მაგალითად მანიფესტაციის თვითშთაგონების ბევრი სავარჯიშო არის რა, რომელიც ზოგ შემთხვევაში ცოტა ხოთი სკეპტიციზმს იწვევს შენში. მაგრამ ამავე დროს ისევ და ისევ ამ ჩემ ნათქვამს რომ დაუბრუნდე, კი, მაგრამ თუ არ გააკეთებ, ხო ვერ გაიგებ სკეპტიციზმს. და აი სულ მაგ იმაში ვიყავი. გუშინ აი შეიძლება ეგ იყოს, კაი მაგალითად, რომ აი კი წავიკითხე, მომეწონა, მაგრამ აი ცალკბად მაგრამ არ გიცია და არ გადაიტანე რა. ცალკბად ვცადე. არ ვიცი ესე ვარ, აი დილაობით აფირმაციები ცალკბად ვცადე. მაგრამ სიგარეტის დალებებაზე მაგალითად გამომადგა. მაგრამ მოკლევადიანი იყო, მე ისევ დავიწყე. ეხლა მაგან გააფუჭა ჩემ ქვეცნობიერში თუ ცნობიერში წონა ამ აფირმაციის, არ ვიცი, თან იმუშავა, თან გზელვადაში არ გამყვა. მოკლევადიანად მაინც იმუშავა რაღაცნაირად. ხო, მაგან იმუშავა, ანუ მიხვდით ტვინში რა ხდება. ხდები ტვინში რა ხდება რა. ანუ ჩვენი ფიქრები და ფიქრზე ფიქრები ხანდახან გვატყუებს და გვაცტუნებს ხოლმე რაღაცებს და ამიტომ ხო, საინტერესოა, ანუ თუ დაგიბრუნებ აბა მე როგორც მოვისმინე რომ ის რაც თან სცადე და თან არ სცადე და თან ავტორი შენთვის ავტორიტეტულია თავისთავად, რახან მე ანუ ავტორიტეტული თუ არა დაინტერესდი, ანუ მისი იდეები თუ არა. საერთოდ არ მაინტერესებს როგორც ესეთი. მისი იდეები მომეწონა რა, რაც წერია. ნუ იდეა. და ის როგორი გზნობა, შთამაგონებელი წიგნია მოკლედ რა. ანუ მაგ პირიქით, მაგ წიგნმა მიბიძგა რომ მოდი მე ჩემი აუცილებლად უნდა გავაკეთო და რაღაცა დიდი უნდა ვქნა. ანუ ეგ ფუნქცია შეასრულა. და მაგის მერე დაუძდევ. ანუ მაგის მერე ამოკვიატებული სამაქრო არა. აი ამოკვიატებული მაქვს რა, რომ რა უნდა ყველა ვარიანტში რა. და კი ეგ შეასრულა. მაგრამ რაღაცა სავარჯიშოებს აყოლებს ეგ კაცი რა, რომელიც მაგრამ აი სავარჯიშოები ცალკბათმა გაკეთებული. სამეცადინოა და არის მეცადინე. ხო, ცალკბათმა გაკეთებული თქო რა, ეგ ვიგულისხმევ. მაგრამ მაგალითად ის რომელიც გავითვალისწინე და მაგრად მუშაობს არის ჯეიმს კლირის ატომური ჩვევები. ანუ მაგრად 100%-იან შედეგს დებს. ანუ ყოველ დღე პატარა ნაბიჯების გადადგმა აუცილებლად მიყვანს საოცარ შედეგებამდე და მივყავა. ნუ თუნდაც წელიწადში 365 დღეა და ერთ კონკრეტულ ფოკუსირებულ საკითხთან მიმართებაში დღეში ერთი ნაბიჯი რომ მიამატო და წლის ბოლოს 365 გადადგმული უფრო მეტი თუ არა. აი ვარჯიშზე გამომადგა როგორი რჩევა, იცი რომ ანუ თუ ვარჯიშის დაწყება გინდაო, პირველი ყველაზე დიდ შესწომასაც უშვებენ ადამიანები, ანუ რომ პირველივე დღეს უნდათ რომ ყველაფერზე ივარჯიშონ და ყველაფერი გააკეთო და მე აღარ ყოფნით ენერგია რომ ეს კონსისტენტურად აკეთონო რა. და ამიტომ მარტივად დაიწყეო რა, მაგალითად დაიწყე იმით რომ უბრალოდ ჩანთა ჩაალაგო.
მე ერთ შენ დღეს აღმოაჩერო რა ხან ჩანთა გაქვს ჩალაგებული ბარემ ადგები და მიხვალ სავარჯიშო დარბაზში. ბარემ ხوار თუნდაც წავიდე უბრალოდ მიდიო. ანუ გამოიმუშავე ჩვევათო, რომ უბრალოდ მიდიხარო. ერთ შენ დღეს აღმოაჩერო რომ მიხვედიო ბარემ აქ ხარ და მოდი ბარემ 20 კილომეტრი კი არ ირბინო და 10 და რაღაცა 15 კმ/სთ კი არ სპრინტზე კი არ გავარდე და პირდაპირ რაღაცა 80 კილოიან შტანგას კი არ ეტაკო. დაიწყე პატარათი. რაღაც აზიდვებს ვაკეთებდი. ერთით დაიწყეო აზიდვაო. და არ შეგსხვესო დღეში ერთი აზიდვით დაიწყე აბაო. და რამდენ ხანში ახვალ 10-ზე მე ნახაო. და მართლა ერთ კვირაში 10 ვაკეთებდი რა. და შესაძლოა 20 მივხვდი რას გულით, ანუ ეს პატარა ნაბიჯებით დაწყება ეფექტური არა, ეგ არის ის რჩევა და ის რაღაცა რომელიც ამოვიკითხე და მუშაობს. როგორც კი გადავიტანე პრაქტიკაში. რაღაცები არის რომელიც არ გადავიტანე. ესე ძალიან შემეხმიანა, იმიტომ რომ თან ორი რაღაც შემეხმიანა. ერთი რომ ნაპოლეონ ჰილმა პოდკასტის დასაწყებად კი არა და დასაწერად ზოგადად ინსპირაცია იყო და ანუ ეს პოდკასტის არა რაღაცა ჩემის დასაწერად თუნდაც წერის დასაწყებად შთაგონება მომცაო და მეორე შთაგონება კი არა, უფრო იმპულსი იყო ეს, ხო? რაღაცნაირი შთამაგონებელი წიგნი არის, მოგინდება, მოკლედ რწმენი იფიქრე და გამდიდი არის საბოლოო ჯამში რწმენაზე აწყობილი წიგნი რა, ანუ ბოლო-ბოლო რომ გამოიტანო რომ აი რა უნდა ამ კაცს რისი თქმა უნდა არის ის რომ დაიჯერებო საკუთარ თავს თუ დააჯერებ და მოანდომებ და დაუოკებელ წყურვილს თუ შეიქმნი და დაიჯერებ რომ ეს შეგილია და გეგმას დაისახავ და შეუპოვრად მაგ გეგმას მიყვები აუცილებლად გამოგიო და 100%-იანი არა დარწმუნებული ვარო ეგრე არის უბრალოდ თვითონ ქვესავარჯიშოები რამდენად მაგისთვის ეფექტური თუ არა ეფექტური ეგ არ მიცდია თქო რომ წმენა ხო ცოტა რაღაცა არის რა ანუ რწმენა ეგეთი რაღაცაა ზუსტად ჯერ უნდა ირწმუნო იმისთვის რომ მერე დაინახო ჩაკეტილი წრესავით არის რაღაცნაირად რა ზუსტად ეგ არის ჩემი აზრით რელიგიურადაც ეგ არის რწმენა იმიტომ რომ ხა ვიღაცას რო კითხო ღმერთი ნახე თუ არაო რო ენახა ალბათ ვეღარც კითხავდით მაგრამ ეს რაღაცა დიდი იდეა რო გაქვს თუ ჯერა ნამდვილად აი მე მეორე ნაწილი რა ჩემეხმიანა კიდე აი პატარა ნაბიჯების ის იყო რომ მეც ვშლი ხოლმე ვიყვნეთ როგორც ნახაც როგორც პაზლს მაგალითად ხო რომ თავიდან ახლა შეიძლება ეს ვერ დახატო რა ეგეთი რაღაც ვერ შექმნა ვერც ბიზნესში ვერაფერში ვერ გააკეთო იგივე რაღაცა ხო ტონიანი ის ვერ აწიო ვერ აზიდო მაგრამ პატარა ნაწილებად თუ დაშლი და მე ააწყობ და შეაერთებ უკვე დიდი გამოვა რა მაგრამ მაგას უნდა დაწყებ. დრო და რწმენა, ხო? დაწყებ. მე მაინც უფრო ჰორმოზის ფილოსოფიისკენ წავალ რა. არა, იმიტომ კი არა რწმენის ამჯერად, მაგრამ ჰორმოზის აქეთ კაი რამენა თქვამი რა. თავდაჯერებულობა არ მოდის დილაობით სარკეში აფირმაციების თქმით. თავდაჯერებულობა მოდის გაკეთებული საქმეებით უკან. და ამიტომ გააკეთეთ რა. რომ მაგითი მოდის უნარჩვევებიც და მაგითი მოდის თავდაჯერებულობაც. როცა გაკეთებული გააქვს 1000 ჯერ. ვერავინ ვერ შეარყევს შენ თავდაჯერებულობას რა. ესე მგონია. ანუ უნდა თქვა რომ ეს უკვე ვიცი რა, გამიგეთებია. შეარყევს შენ თავდაჯერებულობას, როდესაც რაღაცა გაკეთებული 1000 ჯერ. ხო და იქ ბევრად უფრო ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, რომ არ შევეშვათ და 1000 ჯერ ვაკეთოთ. ვიდრე ლოდინი შთაგონების ან რაღაცა იდეალური იდეის ან რაღაც. ეგ არის მომზადების არსიც. რა, ანუ მზად ხარ მაშინ როცა ნაკეთები გაქვს ბევრჯერ. ლევან ჰორმოზის ასევე მე ძალიან მიყვარს და ასევე აქვს ესეთი ნახსენები, რომ ბევრ ადამიანს ძალიან უნდა რომ დამოუკიდებლად გააკეთოს საქმე და წამოვიდეს მაგალითად კორპორატიული სამყაროდან და აი ზუსტად ბიზნესის და ფინანსების თემაც მანდედან არის რა ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში რა უნდათ ადამიანებს დღეს განსაკუთრებით ანუ ფინანსები არის ინსტრუმენტი იმისი რომ იცხოვრო ისეთი სრულფასოვანი ცხოვრებით როგორიც გინდა პირობითად რომ ავიღოთ რა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ინსტრუმენტია და თან ის რაც ადამიანებს გონიათ რომ ლიმიტირებულია სინამდვილეში არ არის ფინანსები ლიმიტირებული რა ეს არის რაღაც ჩვენი სადღაც ბავშვობიდან ცნობიერებიდან თავზე მოხვეული მათ შორის პოლიტიკურად შიშის ფაქტორის დანერგვა რომ
ცოტა არ არის და შენ არ გეყოფა იმას თუ აქ და ნუ რაღაცა შური კონკურენცია და ბევრი ფაქტორები, მაგრამ კარგიც არის იგივე ამ კონკურენციაში, კარგიც დევს. ჰორმოზის აქვს, რატომ გამახსენდა ისევ ამას, რომ დაუბრუნდე უკან. ბევრ ადამიანს უნდა რომ პირდაპირ მილიონერი გავხდე, თითქოს მილიონი მოაგვარებს პირდაპირ საქმეს. აი შენ თქვი რომ როდესაც აკეთებ ესეთ საქმეს, იმისი შედეგია უკვე შესაბამისი ფინანსები, რაც უფრო მეტისთვის საჭიროს და გამოსადეგს აკეთებ. და ალექსის გამონათქვამი იყო ესეთი, რომ ბევრ ადამიანს იმიტომ არ აქვს ის, რაც უნდა ფინანსურად. და იმიტომ ვერ მოდის სამსახურიდან, მათ შორის 9-დან 5-მდე, როგორც არის, რომ ის არ იყენებს თავის დროს 5-დან 9-მდე. რა ხდება შენთვის 5-დან 9-მდე? ანუ ეგ არის, ეხლა ამ წუთას ზუსტად მაგ იმაში ვარ და ნახე, არ არის აუცილებელი შენ წამოხვიდე სამსახურიდან იმისაც რომ დაიწყო შენი ბიზნესი რა. შენ პირიქით შეიძლება შტერობაც იყოს რაღაცა მომენტში, ეგ რო გააკეთო რა, რაღაც მომენტში. ეხლა რატო? მე არ ვიძახი რომ აი ისე შეიძლება, რატო? რომ თავარი მომენტი არის შენ თავისუფალ დროს რასაკეთებ. ნახე, თუ ჩვენ გვინდა საკუთარი ბიზნესი და ფინანსური დამოუკიდებლობა, მაშინ ყველა ვარიანტში უნდა დავთმოთ ბალანსი. არ მოვა ეგ ეგრე. ანუ შენ თუ 6-დან თავისუფალი დრო გინდა, შაბათ-კვირას არ გინდა მუშაობა და თან ბევრი ფული გინდა და თან საკუთარი ბიზნესი. რო გააკეთებ, მე გიხოცები მასწავლე ეგ როგორ გამოგივიდა, რომ მეც გავაკეთო, მიხვდი? იმიტომ რომ ნახე, თუ შენ ეხა სამსახური გააქვს, ხელფას გიხდია და მართლა ისეთ სამსახური გაქვს, რაღაც 10-დან 7-მდე მუშაობ, რაღაც clock in, clock out როგორც ეძახია, ხო შედი? 7-დან 10-მდე რასაკეთებ? იმუშავე შენ ბიზნესში 7-დან 10-მდე რა? დილას რომელზე დგები? ანუ მე მარტო მომწონს იცი ჰორმონის ეგ ამბავი, იმიტომ რომ ეგ არის ის საშუალება რომ აკეთო და ის გამოცდილება დააგროვო და ის ცოდნა და ის უნარები დააგროვო, რომელიც მე იმხელა თავდაჯერებულობას მოგიტანს, იმიტომ რომ ნაკეთები გაქვს. რომ მე უბრალოდ აღარ შეგეშინდება, ვაიმე არ გამომევა. გამოგივა, აბარა იქნება. ლევან, ძალიან კი მომეწონა ჰორმოზის ეს გამოთქმა, მაგრამ მოდი საკუთარ გამოცდილებით გეტყვი რა. ეს 9-დან 5-მდე ხო გავიგე, მაგრამ გონებრივად და ემოციურად იმდენად ვიღლებოდი, რომ კიდე 5-დან 9-მდე ან თავი არ მქონდა. კი მე ბევრ რაღაცას დავუკვირდი, რომ რაღაცეებს ვიმიზეზებ, რაღაცა სხვანაირად უნდა გავაკეთო, დროის მენეჯმენტი, ემოციების მართვა, ბევრი ფაქტორები. ვერ გავაკეთე. აბა მითხარი, გისმენ. მაგიტო ბალანსი გინდა. ანუ დაღლილზე უნდა გააკეთო. ხო, დაიღლები. ხო, წაიქცევი. თუ გინდა თქო, არ არის აუცილებელი რომ ყველა რამე ცუდი კი არ მოხდება მაგით. ეხა ისევ ნაპოლეონ ჰილს დაუბრუნდები. რას დათმობ სანაცვლოდ რას დათმობ? გავიგე. წველი სულ რას დათმობ სანაცვლოდ, რომ არ არსებობს რაღაცა არაფრით. ვაღარ არის უფასო ყველი სათაგურშია რაღაც. რას დათმობ? ანუ ენერგიას არ დათმობ? 8 საათი მაგიტო ვიძახი, ნახე რაღაცა უნდა დათმო. რამე უნდა დათმო. სხვანაირად არ აუ ეხა ისევ დაუბრუნდები მას რა ქვია, წმენა რელიგიას და ფილოსოფიას რა. სხველ შეწვირა მეტი სხვა არაფერი არ არის გარდა ის ფილოსოფია, რომ თუ რამე გინდა რაღაცა უნდა დათმო. სხველ შეწვირა არ არის მართლა ხვარი დაკალი. არა. რას თმობ? ის რო გინდა სანაცვლოდ შენ რას თმობ? და ისევ კომფორტულ სავარძელში, გამთფარ ოთახში, ჯდომით და ბოდლერზე საუბრით თუ ფილოსოფიაზე საუბრით. არ ხდება კომფორტის ზონიდან გასვლა. ბიზნესების აწყობები და ფინანსური თავისუფლებები არ მოდის, აგერ გეუნებით, რა არ გამოგივა. არ გამოგივა. და ეხა რასაც ვიძახით, რომ მაგ წვალებაში ვარ, აბა ეხა აქათაც ესეც და აბა ესეც და ხო? რავი, რომელი საათია? 8 ხო ხდება? 9 საათი და 15 წუთი დარბაზში რო ვიყავი სავარჯიშოში. იმის მერე სამსახურში ვარ, თელი დღე. ეხა აქ ვარ. და რომ მივალ სახში, წასაკითხი მაქვს კიდე რაღაცა, იმიტომ რომ მოსამზადებელი ვარ რაღაცისთვის. და ავიძინებ ალბათ ეს 12-ის ნახევრისგან 12-მდე და ავდგები ისე 7-ზე, ხვალ.
ეგეც საინტერესო ფენომენია და გავალ ბოლომდე წარმატებული ადამიანების ჯანმრთელობას როგორ აქცევენ ყურადღებას. უნდა მიაქციო ყურადღება, რომ ჯანმრთელობას თუ არ მიაქციო ფიზიკურ აქტივობას, სპორტით დაკავებას და ასე შემდეგ. სხვათა შორის ერთი საინტერესო ფაქტორი, საინტერესო გამოთქმა მოვისმინე პოდკასტში, ვინ იყო სტუმარი, აღარ მახსოვს ოღონდ, მაგრამ აი ცოტა რომ დამშვიდდები ხო იცი რომ მარტო არ ვიყავი ესე იგი ამ ამბავში მოკლედ რამდენიმე მცდელობა მქონდა რომ ამ კორპორატიული ცხოვრებიდან გამოსულიყო და ნუ პირველი მცდელობა არ გამომივიდა მეორე მცდელობა არ გამომივიდა და დავჭაქი დავფიქრდი ახლა რომ რას არ ვაკეთებ ისე და ამ კაცის ნათქვამი ისე შემეხმიანა მე ხო ვამბობ რომ აი all in და აი სრულიად თავით ფეხებით რო ხარ იქ და მივხვდი რომ პერფექციონისტი ვარ იქ სამსახურში. ანუ აი ისე რა სხვათა შორისოთ არ გამომდის. ან რაღაცას უფრო ჭკვიანურად არ ვაკეთებ რა. ნუ სადღაც აშკარად დეფიციტია მანდ. და ამ კაცმა თქვა ესეთი რაღაც. თუ შენ მიზნად გაქვს დასახული, რომ რაღაც გარკვეული იგივე ფინანსური ან რაღაც სტაბილურობის ბალიში შეიქმნა ისე რომ პირდაპირ არიქა წამოვედი არ გააკეთო და უცბად არ გადაეშვა იქ რომელიც ჯერ არ იციო და კიდე უფრო ხელი არ შეგიშალოს მაგან იმიტომ რომ ასე თუ დაისტრესე რომ არ გაქვს რაღაცა პატარა სტაბილურობისგანც და არ მოგივა გენიალური იდეები და ვეღარ გააკეთებ ვერაფერს რა მაგ ბალანსის დასაცველათო ხო ეგეც საკითხავია ეხა გააკეთებ თუ არა შეიძლება პირიქით რაც უფრო დასაკარგი არაფერი აღარ გაქვს იმით უფრო გააკეთო მაგრამ ხო ამ შემთხვევაში რა მენიშნა იცი და იქნებ გამოადგეთ მსმენელებს იმ სამსახურში ზედმეტ პერფექციონისტ თავი დაანებეთო ან აკეთეთ ისე რომ უკვე კარგად გამოვიდესო პლან B, C და ასე შემდეგ არ არსებობს ერთი შანსი გაქვს და ის გააკეთეთ კარგათო და თუ ეგეც არ გამოგდითო, ერთი იმდენი შეეცადეთ რომ არ გაგაგდონ იქედანო რა. მაგიტო ვიძახ, ნახე, შეხედე, თუ შენ უსაფრთხოების ბალეში გინდა ხელფასის სახით, მაშინ სამსახურიდან არ წამოხვიდე. იმიტომ რომ სამსახურის არსი არის, რომ უსაფრთხოების ბალეში გაქვს ხელფასით. მაგრამ თუ ამავდროულად შენ ბიზნესი და უნდა ჩამოყალიბდე, რაღაცა უნდა დათმო ხა რა. თუ არ გინდა რომ უსაფრთხოება დათმო, დარჩი სამსახურში, ისე იმუშავე რომ არ გამოგაგდონ. და სამსახურში რო არ ახარ, მათ შორის პარასკევი საღამო, შაბათი და კვირა დაუთმე მაშინ შენი ბიზნესის და ოცნების მშენებლობას. თუ გინდა რომ შაბათ-კვირას არაფერი არ აკეთო, მაშინ დათმე უსაფრთხოება სამსახურში. რაღაცა დათმე. არ გამოვა სხვანაირად. მეცაც გეტყვი. ერთ-ერთი რჩევა არის და ბევრი იყენებს მაგას და რაღაც სამხედრო სტრატეგიათაც კი გამოიყენება ეგა რომ უკან დასახევი გზა უნდა ჩაკეტო. თუ უკან დასახევი გზა გაქვს გეგულება დაიხევ უკან ხო დაიხევ იმიტომ რომ ყველა ვარიანტში იმ გაურკვევლობაში რომ შეხვალ აუცილებლად დაეტაკები კედელს და მოგინდება უკან გამოქცევა და უკან გამოსაქცევი რო არა გაქვს გინდა არ გინდა გადასაზრომს მოიფიქრებ როგორ გადაზურე იმ კედელზე რომელი უფრო გინდა დღეს დაისვენო ხო დღეს დაისვენო თუ ხვალ საერთოდ აღარ დაიღალო იმიტომ რომ თუ ხვალ გინდა რომ საერთოდ აღარ დაიღალო დღეს ძალიან ბევრი უნდა დაიღალო მაშინ ეგ ფასია რა და მაგაში ვარ თუ ეს ადამიანები გაჭირილები ისიც გვინდა და ისიც და ო ჩიჩიც ბაბაც ესე ერთად არ არის სხვათა შორის ოპრას ნათქვამი მომწონს მაგაზე სანამ იმას გააკეთებ რაც გინდა ის უნდა გააკეთო, რაც უნდა გააკეთო. იმიტომ რომ თუნდაც ნებისმიერ საქმეშიც არის ისეთი რუტინული ელემენტები, რომელიც საქმე საბოლოო შედეგით კი გინდა, მაგრამ იმისი ეს ყოველდღიური რაღაცა წვრილმანი რაღაცეები არ გინდა რა, არ მოგწონს და ეს ერთ-ერთი დისციპლინის ნაწილიც არის, რომ აკეთო მაშინაც კი, როცა არ გინდა და არ გეკეთებინება. ეგ მიგიყვანს მარტო მიზნამდე. აკეთო და ეგ არის მარტო ეგ მიგიყვანს მიზნამდე. მე დაწერილი მაქვს LinkedIn-ზე დავწერე პოსტი და მე შეიძლება სიღრმეში არ ჩავიდეთ, თორემ мотиваცია რა არის და მაგის განმარტებებში ვარ შევიდე, მაგრამ მარტივად რომ ვთქვა რა, შენ თუ არა გაქვს უნარი ან არ ხარ მზად, რომ რაღაცები აკეთო მაშინაც კი, როცა არ გინდა, დაღლილი ხარ, გეძინება, მაშინ შენ დიდ მიზნებს ვერ მიაღწევ. ანუ სულ პეპლები და სულ აღტაცება და სულ შთაგონებული ვერ იქნებ. არა აქ ეგ თვისება მაგ გრძნობებს. მეცაც ვთქვი, შენ ქვეშ არის ერთადერთი რაც შენ შეგილია მუდმივად აკეთო არის, რომ
შენი მოქმედება აკონტროლო რა. უხასიათოდ ხარ? გააკეთე. გეტირება? გააკეთე. გეძინება? გააკეთე. იცე ყველაზარე. კი, ასეა ნამდვილად. და მაგ დროს არის რამდენად გინდა ეგ? იმიტომ ნახე მინდა ვიძახი. ოკეი. რასთან სანაცვლოდ. იმიტომ რომ ეგ არის სულ ფიცი მწამს და როგორ არის? ბოლო მაკვირვებსო, ხო? ეგ არის რა. ფიცი მწამს რომ მეუნები მინდა. მაგრამ მაკვირვებს ეს ბოლო, იმიტომ რომ შენ ქმედებას არაფერი არ ეტყობა რომ გინდა. შენ უფასოდ გინდა. უფასოდ ყველაფერი გვინდა. პიტერსონს დავესესხები ისე. ღმერთის წვენაზე პასუხობს ძალიან კარგად. პირველიო შენ ვინ ხარ მე რომ მაგას მეკითხებიო, იმიტომ რომ პირადი თემაა. და მეორე წვენას რას ეძახიო? იმიტომ შენ თუ წვენას ეძახი რომ იძახი რომ ჯერაო, ეგრე ყველაფერს იძახისო. შენ თუ მოქმედებ ისე თითქოს და გჯერა რომ ღმერთი არსებობს, მაგას ქვია რომ გჯერა. გჯერა ქვია რომ მოქმედებ შესაბამისად. მინდა ქვია რომ მოქმედებ შესაბამისად. და მიდი რა, ჩვენ ხელშია ეგ. ეხლა მე ბოდიშებს მენდელს ვეტყვი, ანუ არ გეგონოთ რომ მე აქ ფრთა შესხმული ანგელოზი ვზივა რა. ფაქტიურად ჩემ თავს ვახსენებ იგივეს რა, იმიტომ რომ მეც მაგ მოგზაურობაში ვარ და მაგ გასაჭირში ვარ და იგივე ცნობები მაქვს. მეც კაცო Netflix-ი მეც მომწონს და ვაგერ დღესაც პარასკევია და მეგობრები ვიცი რომ სადღაც არიან, მაგრამ ალტერნატივა მაქვს მე რა, მოსამზადებელი ვარ რაღაცისთვის შემდეგ კვირაში და ხვალ სადღაც იტყვით უნდა გამოვიდე, კიდე კლიენტთან მაგ შეხვედრა ხვალ კვირას ბავშვებთან ერთად თუ არ მოვა ამასობაში ორშაბათი და რაღაცა საქმეები მაქვს აკეთებელი და დღევანდელი საღამო დაუთმო თუ რა უქნა. გადასაწყვეტია, პრიორიტეტების ამბავია, რომელი ზევით, რომელი ქვევით. და მე არჩიე რა. ბავშვები ახსენე და არ შემიძლია რო არ გკითხოთ. ჩვენს ბავშვობაში არ იყო ესეთი ფინანსური განათლება, ესეთი პოპულარული არც ლიტერატურა იყო, არაფერი არ იყო ხა ამ კუთხით ხელმისაწვდომი. ყოველ შემთხვევაში მე ისე გავიზარდე, რომ არც ჩემს ოჯახში არ ყოფილა, არც ჩემს სამეგობროში და შესაბამისად გამომდინარე იქედან რომ ჩემს ოჯახს ფინანსებზე საუბარი საერთოდ არ იყო. არც დანაკლისი არ იყო მაგისი, მაგრამ რაღაციდან ხომ უნდა მიხვდე, რომ რაღაცის ინფორმაცია გაკლია და გჭირდება და არ ვიცოდი, მაგრამ დადგა მე ეს რაღაცა მომენტი, რომ დავინტერესდი ახლა მაგით რა და ყველაფერი დანარჩენით რა ძედ მოყვება. და ეხა უკვე როგორც დედა რაღაც პატარ-პატარა რაღაცებს ვაცნობიერებ, რომ თავიდანვე ვაკეთებდი ჩემი შვილისთვის, რომ აბა ესე იმუშავებს, არ იმუშავებს, რომ ეხა შეიძლება ფინანსებზე არ ვასწავლო არაფერი, მაგრამ რაღაც პატარა ინტერესი ჩავუდო, რაღაც წავახალისო. როგორც მამა, რა ეტაპზე რას ურჩევ ბავშვს, ან როგორ გამოიხატება ეს შენი აღზრდის მეთოდი შენს ცოდნასთან მიმართებაში და გამოცდილებაში. ჯერ პატარები არიან, 3 არიან, მაგრამ იმ დღეს შევა მეუღლე სახით გამომხედა. ბავშვა უთხარიო და ეთყობა აღმომხდა მაინც რა, რომ მოვიდა და მამა 10 ლარი მომეციო თუ 5 ლარი მომეციო თუ რაღაცა და ანუ ეგრე ფული არის შოება მეთქი უბრალოდ მომეცითქო რა, ანუ რაღაც ყოიც წამოგცდება რა, ეგ ამბავი და ხა 3 წლის არის ხა ფული ხეზე არის დეო. ხო, მაგრამ ნახე არ ვიცი ხო მაგაზე ბეს ფიქრობ ეხა ბეორს, იმიტომ რომ უკვე მოახლოვდება ის ასაკი, როდესაც ბავშვს რაღაცნაირად ამ ფინანსების და შრომის და ანუ ახლა ფიქრობ რომ 3 წელი პატარა იყო, პატარა ასაკი იყო, ეგრო უთხარი? არ ვიცი, იცი რა, ესე იგეთი რეაქცია დამხვდა საზოგადოებისგან რა, მაგრამ მე მგონია რომ ის რომ ფული უბრალოდ მინდათი არ მოდის და საერთოდ არაფერი უბრალოდ მინდათი არ მოდის და მას სათანადო ქმედებები ჭირდება, მგონია რომ იქ რაც უფრო პატარაობიდან ისწავლის, კაი, უბრალოდ თემა არის რომ რამდენად ჩემი ფორმა თქმის ეფექტური იქნება ან არ იქნება და მანდ უფრო მაგაზე ვფიქრობ. და მე რა გააგრძელე მაგასთან მიმართებაში? არაფერი, ანუ ეგ დიალოგი ისე მაგით დამთავრდა, რა შეგინდა როგორ გინდა რა გჭირდება რაღაცა, ანუ ისე და მოვაყოლე რომ ანუ რაღაცა შრომა უნდა ამას რა. მაგრამ ნუ ისე გამომდის ახლა ანუ არ ვარ მაგის ახალი მამა ვარ რა, რავი, პირველად ნუ ესეა ვიზდები ჩვილებთან ერთად მშობლობაში. არ ვიცი, სურვილი მაქვს იმისი, რომ ბავშვებს გქონდეთ რაც შეიძლება ადრე იმის ცოდნა თუ რანაირად უნდა მოუარონ საკუთარ ფინანსებს და მათ შორის ის რა, შიც მე წავიმტრიე ცხვირი, მაგათმა არ წაიმტრიონ და მაგალითად თავიდანვე აუცილებლად ისწავლონ ცხოვრება
იმაზე ბევრად ნაკლებით ვიდრე შოულობენ რა. ანუ აი ერთი რჩევა რაც შემილია რომ გაუცე და ვთქვა რომ უმნიშვნელოვანეს და უღირებულეს იქნება თუ ქცევაში მაგას გადაიტან არის რომ რაც შეიძლება ნაკლებად ნახე პირობითად ვიზახ თუ შოულობ 100 იცხოვრე 50-ით. ანუ შენ თუ ისწავლი რომ იცხოვრო იმის ნახევრით რასაც შოულობ შენ გარანტირებული გაქვს ფინანსური დამოუკიდებლობა. და რას გულისხმობ დანარჩენი 50 სად უნდა წაიღოს ადამიანმა? თუნდაც აიღე და გააქანე და საფონდო ბირჟაში ინდექსში S&P 500-ში ჩადე. მაგრამ ხელი არ ახლა. რაც უფრო ადრიდან დაიწყებ მაგის კეთებას, მით უფრო გამოგივა. ანუ ფულს აქ ეგეთი თვისება, რომ იხარჯება. რამდენიც არ უნდა კონდეს მაგის დახარჯვა შეიძლება. ადვილი ფულის დახარჯვა არ არის რთული. მან მოიესე თქვა რა. ხო, შეუნაშტირდება თავდადებათ ერთად. შესაბამისად შენი შემოსავალი რომ დაიწყებ შრომას, კარიერას, ბიზნესი იქნება ეს თუ სამსახური იქნება, რომ დაიწყებს ზრდას, შენ თუ ცნობიერი არ იყავი რომ ხარჯები არ უნდა მიაყოლო იგივე პროპორციით. ნებისმიერ ხელფას დაეწევი ხარჯვით. ყველას გონია რომ აი ეხა რომ მე ამდენი 1000 მქონდეს, არა, შენ თუ ეგრევე დაეწევა შენი ხარჯვა. ძალიან ნაცნობია, იმიტომ რომ მე ყველაფერი გეცვლება, ის სტატუსით, ის ხარჯვის თანხებით ძალიან ჩვეულებრივად იმატებს. როცა 0 გაქვს, ხო 0 გაქვს და აი რომ 100 რო გექნება, ვიცი რომ 100 არ არის საკმარისი, მაგრამ 100-ვე არ დახარჯო რა. მოდი აბა 80 დახარჯო, რომ მანამდე ხო 0 ქონდა. შეხედე რომ ვითომ 80 გაქვს. გადასახადებს ხო ვიხდით, თქო ისე რომ არც ვიცით, არც კი ვიცით, ხო. სხვა ქვეყნებში სხვათა შორის იქ მესიჯებშიც წერია, როგორც ვიცი ეს რა, რომ ის ტკივილი იგძნო, რომ ესეც შენია, უბრალოდ გექვითება. იცი რა, რატო აღარ ჩაგეკითხე მაგასთან დაკავშირებით? ეხა მეც მაქვს ბანკინგში ძალიან საყვარლად ინვესტიციების განყოფილება, გარკვეული თანხა მიდევს და ნუ ისე ვეპარები ვთამაშობ რა. სხვადასხვა იმით. არ ითამაშო, დადე და თავი გაანებია. არა, თამაშის პროცესიც მომწონდა. იქ სხვა რამეა ხო, მაგას. იქ სკალპინგიც მომეწონა, იქ რაღაც მოკეთ. ეხა ჟარგონებს რო თავი დავანებოთ. მე ისეთ თაობაში ვარ გაზრდილი, სადაც ჩემი მშობლების თაობა უფრო სწორად. როდესაც ბანკებშიც ედოთ და ეს ყველაფერი გაფუჭდა და ცოტა სადღაც უკან ფიქრებში ზის ეგ ამბავი რა, რომ მე კი დავდებ და იმას რაღაც თავისი ინტერესი თუ პროცენტი როგორც ქვია დაემატება, მაგრამ ეს ინფლაციაც რო არის და კაი ეხა დღეს მოვიკელი და ხვალაც რო არაფერი არ გამოვიდეს მანდედან იქ ანუ ბევრი აზრები მიტრიალებს და ალბათ ბევრ მსმენელსაც და ნახე თუ დახარჯავ უეჭველი არაფერი არ მოემატება მაგას დაიხარჯება ხო მაგრამ ეგ ხო დღევანდელი კვერცხია კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სულ გავიმეორებ კარგად გაგვიმეორე რომ არ დაგვავიწყდეს თუ თქვენ ირჩევთ დღევანდელ კვერცხს მაშინ დაივიწყეთ ხვალინდელი თავისუფლება. კი. ოკეი. ეგ არჩევანი თუ გინდ ირჩევთ ხვალინდელ ქათამს, მაშინ მოემზადეთ რომ დათმოთ რაღაცა დღეს. სხვანაირად არ ეს ხვეწი და ქათამი ერთად არ გამოდის. ჩემი შექმნილი ეს ცხოვრება არ არის, სხვანაირად არ მუშაობს რა. ანუ არა საკუთარ ცხოვრებას თვითონ ქმნი, აი მაგ ყოველდღიური არჩევანი. მაგრამ უფასო არაფერი არის, ამ ცხოვრებას თავის წესია, კაცო. შენ თუ რაღაც არ დათმე, ვერ მიიღებ რაღაცა სხვა ფინანსებშიც იგივე წესი არის, დააბანდე, უკუგება. ვადა. ყველაფერი შეიძლება ქცევაშიც დღეს უნდა დაიწყო ვარჯიში, რომ 80 წლის ასაკში იყო ჯანზე და შეძლო შენი სიარული რა და თუ გინდა რომ 80 წლის ასაკში შენით ადგე, დაჯდე, რავი, მაღაზიაში წახვიდე და შვილი ხელში აიყვანო და ჩაიხუტო, მაშინ უნდა დაიწყო ვარჯიში მანამდე. ანუ 75 წლის ასაკში რომ სარბენად წახვალ არაფერი არ გეშველება მე რა და მაგას მსხვერპლის გაღება ქვია რა ანუ დღეს უნდა დაიღალო რომ ხვალ კალგად იყოს ამბავია რა იგივეა მანდაც ხარჯვაშიც ინვესტიციების დაბანდებაშიც ყველაფერში ეგრე მუშაობს ამიტომ შესაბამისად შენ თუ გინდა რომ დღეს როგორც კი ჩაგერიცხება ხელფასი თუ რავი გამოიმუშავებ პირველ საკომისიოს გაყიდვიდან ან შენი ბიზნესი პირველ რაღაცა იმას და მოგებას დაწეს შენ თუ გინდა რომ თლიანად წაიღო დივიდენდა და დახარჯო მაშინ არ ექნება შენ ბიზნეს გაუნაწილებელი მოგება და ვერ დააბანდებს შენი ბიზნესი ზრდაში და განვითარებაში. ანუ ყველა ვარიანტში ნაწილი უკან უნდა ჩააბრუნო იმისთვის რომ იმ ბიზნესის თუ მომავლის შენება გინდა მაშინ დღევანდელი ნაშოვნი უნდა ჩადო მომავალში
და არ უნდა წაიღოს მაშინ რა ქვია კუჩში და გართობაში და ტაშფანდურში. მე კი არ ვერჩიამ გაშვება. არჩევანის ამბავი არის. არჩევანი, კი, გასაგებია. როგორ გინდა რა, უბრალოდ მოლოდინები რო არ გაგვემრუდოს რა, რა გინდა რა? თუ შენ როგორ ახარ, იცი რომ ამაზე ქმედება, ამ შედეგს იძლევა, იმაზე ქმედება, იმ შედეგს იძლევა და ეხლა შენ აერჩიე შედეგი რომელი გინდა. დღევანდელ თავსაც უნდა მოუარო შენსას, წაახალისო და გაახარო და ასიამონო. მაგრამ გახსოვდეს რომ ეს შენი დღევანდელი თავი ასევე არის საფუძველი შენი ხვალინდელი თავის კი. და შენ ხვალინდელ თავზეც იფიქრე პარალელურად და არჩევანი აკეთე რა. რა შემთხვევაში ხვალინდელ თავისთვის გააკეთებ რაღაცას და რა შემთხვევაში დღევანდელი თავისთვის გააკეთებ რაღაცას. იმიტომ რომ ეს შენ იგახარ რეალურად. დღევანდელი ლევანი, ხვალინდელი ლევანი, ზეგინდელი ლევანი, 10 წლის მერე ლევანი, 20 წლის მერე ლევანი. და იმაზეც იფიქრე რა. რომ ხო მოვა ისიცა რა. იმასაც ხო რაღაცა უნდა. იმასაც აუცილებლად რაღაცა უნდა. დღეს გაუკეთე იმასაც რა. და რაც მეც გაუკეთებ დღეს მით კარგად იქნება ის რაც მეც გაუკეთებ იმას და ნაკლებს ამას მით სუდად იქნება დღევანდელი ეს შენი თავი, მაგრამ არჩევანია რა, როგორ გინდა რამდენი 70% იმას 30 შენ თუ 70 შენ 30 იმას გადაწყვეტ. და ეგეც არჩევანია. რა თქმა უნდა. საუკეთესო პრაქტიკა რა არის? არა, ვერ გეტყვი ინდივიდუალურია. სტანდარტულ რჩევად იძლევიან ხოლმე რომ მინიმუმ 20% გადადე. ამ დაივიწყე რომ გააკ. მინიმუმ 20%. აი ცოტა ფანტასტიკის ჟანრიდან რო დაუშვათ ესე რომ გაკ იდეა და გაკ 10,000 ლარი. და ჯერ არაფერი არ გაგიკეთებია, მეწარმეობის კუთხით რა, ეს ალბათობა რო ავიღოთ ყოველგვარი ასაკის, სქესის და ამის გარეშე რა, ეს ფაქტორები რომ მოვხსნათ. ამ 10,000 ლარს როგორ გაანაწილებთ ბიზნესის დასაწყებად? ბიზნესისთვის? ხო. უნარებს უნდა ჩავიდეთ ისე რომ იმიტომ ბიზნესი ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ეხა მე რაც ამოკვიატებული მაგ და მე თუნდაც ვცდილობ რომ გავერკვე და მგონია რომ მნიშვნელოვანია რომ გავერკვეთ არის რომ მოკლედ ეს უკვე გაცვეთილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტთან დამეგობრება რა. რომ ძალიან დიდი რესურსი და შრომა და მათ შორის თანხა შეიძლება დაზოგოს იმან რომ კარგად იცოდე რა რომელი აპლიკაცია რას აკეთებს, რაში ვარგა და როგორ ემუშაო და რაღაცა როგორ ააწყო ამ აპლიკაციებს შორის როგორ დაამეგობრო ეგ აპლიკაციები რომ შეიძლება რა აკეთებ, რომ მე რაღაცა საქმეები აკეთებინო რა. ანუ რაღაცა რამდენიმე დღის წინ უყურებდი. რავი რა, ფაქტიურად ერთი ადამიანმა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის აგენტი აქვს, შექმნა ქმედითი ბიზნესი რა. ანუ სოლოპრენერის ვარიანტი თუ მარტო შეიძლება არ იყოს რაღაცები კიდე შეიძლება დაჭირდეს, მაგრამ თლათ ესე იდეალურად მარტო არა, მაგრამ რას გულისხმობ, იცი რომ ისეთი საქმე აქვს წამოწყებული, რომ ძირითად საკითხს რაც არის ბიზნესის, ანუ ძირითადი კომერციას რა, ასე ვთქვათ რა. ერთი ადამიანი აგვარებს. აგენტი აკეთებს ის ხელოვნური ინტელექტის აგენტი აკეთებს. ხო. ეს ადამიანი აკეთებს იმ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხო. იკეთებს რაღაცათ რომ დახარჯა და ანუ რა, ხო და ამიტომ მე ალბათ აქეთკენ წავიდოდი რომ ამ 10,000-ის მნიშვნელოვან ნაწილს ალბათ იმას დაუთმობდი რომ ან ისწავლო შენით, ან არ ვიცი, მოკლედ რაღაცნაირად გაერკვიო მაგ ამბავში და არ გამოგჩეს რომ იქ ხელსაწყო მნიშვნელოვან უპირატესობას გაძლევს დღეს და ვინც კარგად იცის და ვინც მეგობრობს და ვინც შენობით ელაპარაკება მაგ ხელოვნური ინტელექტს მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება. კიდე და უფრო ვითარდება და ძალიან სწრაფად ვითარდება და კიდე უფრო სწრაფი ტემპით უნდა აყვე და რავი კონტენტის შექმნასაც წავიდოდი რა. ნახე, მისევ ნავალრავიკანს დავესესხები რა. რაღაცა ისეთი უნდა აკეთო, რომელიც ადვილად მასშტაბირებადი არის რა. იმიტომ რომ შენ თუ ყველა ერთ დამატებით კლიენტზე შენი დრო უნდა დაიხარჯოს, შენ მაინც ლიმიტი გიქნება, იმიტომ რომ 24 საათი გაქვს რა. ძილიც გინდა, ისიც გინდა. ანუ შენ თამოლოჯამში ამოცანა იყოს რაღაცა ისეთი გააკეთო, რომელიც მერე სხვებზე გასანაწილებლად ძალიან მინიმალურ დანახარჯს მოითხოვს რა. ანუ ადვილად შედარებით ადვილად მასშტაბირებადი უნდა იყოს და შენი ჩართულობა და შენი დრო მინიმალურად უნდა ჭირდებოდა. მაგრამ მასშტაბირებადი უნდა იყოს რა. ეგეთი არის რამოდენიმე რაღაცა, ხო? ყველაზე პირველი რაც მახსენდება არის პროგრამული კოდი. ანუ შენ ერთხელ პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება დაწერო და მე თუ გინდა 500,000 კლიენტს მიყიდო.
მაგრამ კონტენტის მაგას აკეთებს რა, ეხლა ეს ეპიზოდი შეხო ჩაწერე ერთხელ. მასშტაბირებას აკეთებს და მე მუდმივად შენი ყოფნა და ჩართულობა მუდმივად შენი დრო აღარ ჭირდება. ანუ ერთხელ დახარჯე დრო და ამას პასიურ შემოსავალს რასაც ეძახიან, რომ მე უკვე პასიურად აკეთებ. ნახე სხვა შემთხვევაში ვერ გამდიდები, ხო? თუ შენ მუდმივად მუშაობ, მაშინ თვით დასაქმებული ხარ ბოლო-ბოლო. მუშაობ უბრალოდ. მაგრამ მაინც მუშაობ რა. ლევან, ახსენე რომ ძალიან დიდი რესურსებია უკვე ხელმისაწვდომი. ბევრი მცირე თანხად, ბევრი სრულიად უფასოდ, ახსენე ხელოვნური ინტელექტით და მე პირადად სულ იმაზე მეფიქრება, რომ რაც უფრო ბევრია და მრავალფეროვანია, მით უფრო რთულია აი მაგ ხმაურში, საინფორმაციო ხმაურში ფოკუსირება იმაზე, რომელია ყველაზე კარგი, რომელია ყველაზე და მაინც რა ეგ ცდა თავისთავად, იმიტომ რომ თუ არ ცდი ვერც გაიგებ, შენთვის რა იმუშავებს კარგად, მაგრამ რამე წყარო ხო არ არის, რომელსაც შეიძლება რომ აი მიადგე და თქვა რომ აი ეს არის მაგალ, ანუ ისევ რევიუ ნუ ყველა ვარიანტი ვიღაცას უნდა ენდო ხო, ნახე? ან შენ თუნდაც ცადო და გამოცადო და ნახო რომელია შენთვის საუკეთესო, ან ვიღაცას უნდა ენდო. შენთვის რომელია ეგეთი პირადად შე რო პირადად მე ამ წუთას პირადად ხელოვნური ინტელექტს თუ ლაპარაკობთ, მე ძალიან აქტიურად ChatGPT-სთან ურთიერთობ, მაგრამ ნუ ბევრი მსმენია რომ რაღაცა სხვაც გიცდია, რომ ვთქვათ რაღაც შესაძლებელი კონდეს. კლოდი მიცდია, მაგრამ არაფასიანი და კარგია ისიც. გროკი არ მიცდია, Gemini არ მიცდია, მაგრამ იძახია რომ ძალიან მაგარიაო. ეგ არის ისიც სალაპარაკო ისენი, მაგრამ კიდე უამრავი სხვა არის, რომელიც არც ვიცი რა, რაღაც სხვა რაღაცებს აკეთებს და ნუ იცი არის მე ესე ვიტყოდი რომ 4-ვე სავსებით საკმარისია იმისთვის რომ დაიწყო. ანუ აი საერთოდ აი სავსებით საკმარისი არის. რა უბრალოდ ახლა ზოგი რაღაც კოდის წერაში უკეთესია ვიზახია ზოგი. Mid-Journey ეს Mid-Journey ილუსტრაციებისთვის არის თუ გააჩნიათ ვის რაში ჭირდება ამის გამოყენება. ისე ხო და ამიტომ ახლა ელემენტალურად Reddit-ზე ან რავი YouTube-ზე რო დასერჩო და უამრავ ვიდეოს ნახავ, რომელიც კარგად აგიხსნის, ჩემზე ბევრად კარგად აგიხსნის, რომელი რაში უკეთესი გამოსადეგია და უბრალოდ შენი მიზნიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რა ჭირდება. მე მიზანს მიუსადა. ხო, რა ეხლა შენ თუ ილუსტრაციებში შედიხარ, საბოლოოდ უფრო ისეთი აპლიკაციები გაინტერესებს, რომელიც ილუსტრაციებშია. თუ ვიდეოში აკეთებ ვიდეო, აუდიო და ასე შემდეგ. თუ წერა გინდა უბრალოდ იქ წერაში სხვა არის, brainstorming-ში ChatGPT შეიძლება უკეთესი იყოს, ანუ 1000 რაღაცა არის რა, მაგრამ მე რომ მკითხო საკმარისი არის ყველა იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი დახმარება გაგიწიოს, თუნდაც იდეების გენერირებაში, თუნდაც სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და თუნდაც საკომუნიკაციო მესიჯების შედგენაში. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იმას აკეთებინო ყველაფერი და შენ ახვიდე და ჩაიდალიო, მაგრამ მნიშვნელოვანი დახმარება, ეგეთი რამე არ მახსოვს. ანუ აი, რავი, დღესაც ეხა ახსანა მოვდიოდით რაღაცა კონკრეტულ პროდუქტზე მუშაობდი და 3 საათი ვიმუშავეთ მე და ChatGPT-მ ერთად რა. მე მაგას ვერ დავწერდი მარტო. აბ შანსი არის. ახლოსაც ვერ მივიდოდი იმასთან რაც გავაკეთეთ. ახლოსაც ვერ მივიდოდი. ჩემ წარმოდგენაშიც კი ვერ დავუშვებდი რომ შემეძლო რომ მარტოს მე გამეკეთებინა. თვეში მიჯდება $20 ეგ. ხო, ან რომ გაგეკეთებინა იმაზე რა დროს დახარჯავდი ამ 3 საათთან. ვერ გავაკეთე. ვერ. საერთოდ მიგაჩნია რომ ვერც გააკეთე. წლები შეიძლება დამეხარ. ანუ თვეში $20 მყავს ასისტენტი, რომელსაც არც შვებულება უნდა, არც ჭამა უნდა, არც სმა უნდა, არც არც ეძინება, არც გასვენება, არც გასეირნება. რომელიც საოცრად მეხმარება, იმიტომ რომ არ ვიცი. კი, იდეა რაღაცა ჩემია, კი, ჩარჩოს ვაძლევ, მაგას არ ვიძახი, მაგრამ საოცარ შედეგებს, საოცარი სისწრაფით გიდებს რა. უბრალოდ არ გამოყენება არ შეიძლება მაგისთან. თან მე კიდე ვარ ყველაზე უვიცი მაგაში. ერთ-ერთი ყველაზე უვიცი. ანუ ხო ხვდებით, აი ის ვარ, აი რეკლამებში რომ ვეღალავებიან ცოტა რომ ჯერ კიდე ლექსების დასაწერად რო იყენებს ანუ ხომ ჯერ კიდე გამარჯობა გაგიმარჯვოთ საქმელად იყენებს მაგას ხო რასტა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით უამრავი შესაძლებლობა ჯერ მარტო რავი ხა კონტენტს ვნახულობ ვიდეოებს აკეთებენ ისეს ხალხი რომ რავი შეიძლება გაგიჟდე რა და ყველა ვარიანტი შესასწავლი და გამოსაყენებელი არის რა და იხა აქტიურად ვიწყებ რაღაცა პროექტს შევდივარ იმის რომ სიღრმისეულად გავიგო და ვისწავლო გამოყენება და დამეგობრება აგენტებთან განსაკუთრებით აი დამოუკიდებლად მუშაობის პრინციპისაც შეუძლია რომ უბრალოდ საკუთარ ბიზნესში გამოვიყენო და ვიხეირო მაგითი რატო არა რა ანუ იგივეა რომ რაც რავი აი
იმეილი რომ გამოიგონეს რა და ჯიუტათ რომ შენ ხე ისე პოსტით აგზავნა. არა მე მაგასა რომ კონვერტი უნდა ჩავდო წერილი ისე უნდა ცხენს აკრეს გავატანო. აგზავნე კონვერტ წერილი სასიამოვნოა, მაგრამ ეხლა შენ თუ ტელეკომპანიის ურთიერთობას და კომუნიკაციას კონვერტებით აპირებ ისე რომ გააგზავნო ჩამორჩებია, მაგრამ იქნება და იგივეა რა იგეც რა ეხლა. პროცედურები მაგ დაწერილი ბოლო-ბოლო SOP-ები ChatGPT-ს ერთად მაგ დაწერილი ისეთი რომ მე ვერ დავწერდი, იმიტომ რომ არ ვიცი. ახლა მე არ ვიძახი რომ გამართულ და დიდი კორპორაციისთვის გამოსადეგი იურიდიულ კონტრაქტს გააკეთებ, მაგრამ შენ პატარა ბიზნესში კონტრაქტებს ChatGPT-სთან ერთად ვადგენ რა. კი, შესწორებები შემაქვს, მაგრამ მაგარ შედეგებს იძლევა და რა გიჟი ვარ, რატო უნდა გადავიხადო? მიხვდი რას ვიძახი? კი, ძალიან კარგად ვიღაცა იურისი გამომართვევდა, წავიდა და 500 ლარს გამომართვევდა ამ შაბლონში და მაინც საბოლოო ჯამში რამის ცვლილება რომ დამჭირვებოდა, მე ისე ვიღაცისთვის მიმართა და ისე უნდა მიდემართ. აი მაგასთან დაკავშირებით ადამიანებს სულ ეშინიათ ყველას არა რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც ჯერ კარგად არ მეგობრობს ხელოვნური ინტელექტთან, რომ ხო არ მოხდება მათი ჩანაცვლება. ჩვენ კი გავიგეთ და თავს ვიიმედებთ და სხვებსაც ვაიმედებთ მაგით, რომ ჩანაცვლება მოხდება მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც კარგად არ მეგობრობს, მაგრამ აი ეხლა აი 2 წამის წინ ახსენე რომ იურისტიო და არ ფიქრობ რომ ეგეც რამეს მაინც ცოტა ჩანაცვლებსკენ არ მიდის? პანიკას კი არ ვთესავ, უბრალოდ ცნობის მოყარეობის დონეზე მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაცა კვლევებით წავიკითხე, სადაც ნათქვამია, რომ უმაღლესი სასწავლებლების არ მახსოვს ახლა პროცენტულობა, უმაღლესი სასწავლებლების რაღაც გარკვეული რაოდენობა 10 წელიწადში აღარ იარსებებს და მაგაზე კი არ არის, რომ ის არ იარსებებს. ჩვენ რა ცოდნაც მოგცეს სკოლაში, ის სკოლა რო დავამთავრეთ კიდე შეიძლება იყო გამოსაყენებელი, მაგრამ დღეს აღარ არის გამოსაყენებელი. აშკარად განათლების სისტემაში ცვლილებები არის შესატანი და ყველა ტექნოლოგიურ წინსვლის დროს ეგ რისკი იყო და სულ მაგაზე ვლაპარაკობდით რა. ეს ცოტა განსხვავებული არის და მაინც მგონია რომ ყველა ტექნოლოგიას აქვს ერთი მიზანი რა საბოლოო ჯამში, რომ ჩვენ გაგვიმარტივოს ყოფა. თუმცა იმ ტექნოლოგიის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ჩვენვე გაგვიუარესოს ყოფა რა. ნუ ინსტრუმენტია და ეხლა სასიკეთოდ საზიანოდ გამოიყენებ. თუ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლა რაღაცა პროფესიები, ხო? ნიშნავს, რომ იმ პროფესიების მიერ შექმნილი ღირებულება, ფასეულობა ძალიან იაფთება. ანუ ხდება ხელმისაწვდომი რა. მოდი ხე ესეთ ჰიპოთეტური მაგალითი ავიღოთ რა. თუ პირობითად ვიძახი ამ ჭიქის დამზადება გვიჯდებოდა 10 ლარი და ეხლა ხელოვნური ინტელექტის და 3D პრინტერის მეშვეობით შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ეს ჭიქა რაღაცა 10 ლარის მაგივრად 1 თეთრად ნიშნავს რომ ეს ჭიქა შეიძლება კონდეს უკვე ყველას. მიხვდი რას ვიძახი? კი. ხო. და როდესაც ძალიან მე სამსახური რატო მე რა ხე მე ხო შრომა და ფული რეალურად იმაში მჭირდება რომ რაღაცა საჭიროებები დავიკმაყოფილო რა, ანუ რაღაცა ვიყიდო მე ვიღაცა რაღაცა თუ ის რასაც ვიყიდულობ იმას მე ხელოვნური ინტელექტი მაწვდის რომელიც ძალიან იაფიჯდება შესაბამისად აღარ ყიდულობ იქედან აღარ ყიდულობ არა შეიძლება ანუ ამასაც გამოიწვევს თქო რა მაშინ ცხოვრების დონის გაუმჯობესებასაც ყველავარი ანუ თუ აქეთ რაღაცები ჩაანაცვლა მაშინ აქეთ ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გამოიწვევს იმიტომ რაღაცები უფრო მეტი გაჩნდება და მეტი ხელმისაწვდომი იქნება მეტი აუცილებლად ვიპოვოთ ახალი რაღაცეები გაჩნდება რა ყველა ვარიანტში ვიპოვით რაღაცას თუ ან ჩაგვანაცვლებს მთლიანად როგორც მას რა ქვია მართლა ვიძახი ან ევოლუციურად ახალი არსებებს ადამიანზე დამთავრდება ეგ ხო ან ჩვენ გავიმარტივებთ რაღაცნაირად ცხოვრებას ამის დახმარებით თქო რა ან ჩვენი საოპერაციო სისტემები გაძლიერდება და ან როგორც ელონ მასკი იძახის ჩვენ რაღაცნაირი მიქსს გავაკეთებთ რა აი ნეურალინკს რო აკეთებთ ჩვენც რაღაცა ჩავიდგავთ ჩიპებს რომლებიც დაგვეხმარება რომ მე ამას კონკურენცია არ ვიცი ანუ ძალიან ბევრი ვარაუდი უნდა გამოთქო მაგრამ მე მაინც გონია რომ მომავალი ნათელი და მშვენიერია და უნდა ვიხარო. მე ისეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ ის 10,000 სავარაუდო ლარი, რომელიც ბიზნესის დასაწყებად გავითვალისწინე, ეხლა არ აგითვისებია. ანუ კი, დაგრჩება კიდე რაღაცა იმათი და. ანუ დაგრჩება. სად წაიღებ რაც დაგრჩა და დაახლოებით რამდენი იქნება. ისევ საკუთარ უნარებს დაუბრუნდები რა. ანუ ხელოვნური ინტელექტი იმიტომ ახსენე, რომ ის საშუალებას მოგცემს, რომ მე მინიმალური დანახარჯით რაღაცა პროდუქტი შექმნა რა. და შეიძლება ეს 10 მთლიანად იმაში გაუშვა, რომ დროში განგზობითად რაღაცა, მაგრამ რაღაც საბოლოო ჯამში რაღაცა პროდუქტამდე უნდა მიხვიდე, რომელსაც მე გაყიდი რა. და ამიტომ რაც საჭირო არის იმისთვის, რომ ეს პროდუქტი მე
გაიყიდოს, რომ მე წამოვიდეს შესაბამისად შემოსავალი, იმაზე არის მაქსიმალურად გადასანაწილებელი რა. ეხლა შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაგინასწროს ვიღაცის შრომა და რაღაცა უფრო ადვილად გააკეთებინოს რა, თუმცა მე შეიძლება დაგჭირდეს რაღაცა თანხა რეკლამისთვის, ან არ დაგჭირდეს ან კონტენტის შექმნისთვის, მაგრამ მაგითო კი სტრატეგია და გეგმა ჭირდება მაგას, რომ ისიც გათხოვო, რასაც წაიღო. ყველაფერი გამომდინარეობს მიზნად. ხელოვნური ინტელექტის ცოდნა იმიტომ ვახსენე, რომ რომელი მიზანიც არ უნდა არჩიო, ის ყველა ვარიანტში გამოგადგება. ის გამოგადგება. ლევან, კალენდარში იმდენი რაღაც ახსენე, რომ აქედან იქით უნდა წავიდე, იქედან აქეთ უნდა წავიდე, მე ეს გავაკეთო, მე ორშაბათის დადგებაო და დასვენების დრო თუ გვაქვს კალენდარში გამოყოფილი. სპორტიც გავიგეთ, რომ ეს აქტიური ცხოვრების ნაწილია და როგორ ისვენებ? რა არის შენთვის დასვენები? ეხლა ცოტა სასაცილო ჯღერს, მაგრამ აი ის რო ეხლა მაგალითად წავალ და წავიკითხავ და რაღაც ჩანაწერებს გავაკეთებ და მოვემზადები მე ხვალ რაღაცაზე სალაპარაკოთ, ეგ მე მსიამოვნებს ეგ პროცესი რა, საერთოდ არ მიმაჩნია რომ მაგითი ვიღლები ვთქვათ რა. ეხლა კვირას ბავშვებთან რო ვარ და შაბათსაც ხშირად რო ოჯახთან ერთად ვარ, მაგის დროს მე ვისვენებ, ანუ ძილი მშვენიერი საშუალება რო დავისვენო. კითხვა მიყვარს. ეხლა მე და შენ რაც გავაკეთეთ, მე ძალიან ვისიამოვნე მაგალითად. მე საერთოდ არ ვთვლი რომ ამითი დავიღალე რა. ძალიან მიხარია მეც. ამიტომ რაღაც დონეზე ისეთ რაღაცებს მოვკიდე ხელი, რაც რაღაც დონეზე მსიამოვნებს რა, კი მღლის, კი ჭირდება დისციპლინა, კი ის, მაგრამ არ უწუწუნ, არ მაქვს პრობლემა, არ ვეძებ. ანუ როგორ თქვა რა? ვაიმე დედა არ უყურებ. ანუ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ჩათვალე რომ არ მუშაობ. ისევ და ისე მიზანი რამდენად გინდა. რომ ეს მსხვერპლი მარტო მსხვერპლი არის იმისთვის, ვისაც ის მიზანი საკმარისად სასურველი არ არის. არ არის ესე იგი, ხო? ნახე, შე რო კობი ბრაიანტის ინტერვიუები მაქვს მოსმენილი და ჯორდანის იგივე რა. ისინი არ თვლიდე რომ დილის 4-ზე რო იხვიძებდე და ვარჯიშობდეთ. თუ რაღაც თავგანწირვას შადიან ხო? იმათ ის ისე უნდოდათ, რომ ვერ დაასწრებდი დარბაზში მისვლას. მიზანი რომელიც ჩვენზე დიდია რა, ეგ უნდა იყოს. და ყველაფერი მანდედან იწყება. თუ რაღაცა არ გეკეთებინება, პირველი საძებნელი ზუსტად ეგ არის, რომ ეს ძალიან რატო არ მინდა. ალაგ-ალაგ მოგზაურობ რა. რატომ ეზარება, ხო? ალაგ-ალაგ მოგზაურობ. ეხლა კოლუმბიაში წავალ ცოტა ხანში, მე ბერლინში ვაპირებ რომ წავიდე და ავისვენებ რა. შაბათს ვისი არ გიგონოთ რომ რობოტი ვარ, კაცო. გარეთაც გავდივარ და რესტორანში გავდივარ და არა, კაცო, მაგაზე ლაგო. სუპერ ენერგიული ადამიანია. ხო, მაგრამ რავი, უსაქმოდ ვერ ვჯერდები. მაგრამ რავი. კითხვა, მეგობრებთან გასვლა, ბავშვებთან ერთად სეირნობა. ხანდახან უბრალოდ ჯდომა და სკროლვა მათ შორის ჩვეულებრივად რა მეც ვაკეთებ მაგას და გასეირნება იშვიათად ვარჯიში ორა და ფოკუსირებაში რა გეხმარება ან უფრო ზუსტად მთლად ფოკუსირებაში ისეთი მთლად ზუსტი ფორმულირება არ გავაკეთე რისი კითხვაც მინდოდა რა აი მნიშვნელოვანის გამოყოფა როგორი აზროვნების როგორი პროცესია შენთვის ფოკუსირებასთან კავშირშია მაგრამ ფოკუსირება ჩემთვის არის მაგალითად რაღაცას მნიშვნელოვანი რო უკვე გაიგე და მე ფოკუსირდები და იმას აკეთებ და აი მაგ მნიშვნელოვანის გამოხდის პროცესი როგორ ხდება წერით ანუ რეფლექსიის კეთებით დღიურის ჩანაწერის გაკეთებით ჩანაწერების რაღაცა არ ვიცი ხო იცი ეს ვიჟენი რა გაქვს აბა ხედვა ჩამოვაყალიბოთ მე რა ამ ხედვისთვის რა არის საჭირო და აქედან სტრუქტურირებას უკეთებ სტრუქტურირებას და რაღაცნაირად გამოიძერწება ხოლმე მნიშვნელოვანი რაღაცეები რა და მე რა თქმა უნდა ყურადღება გარბის რა ყველა ვარიანტში გარბის ყურადღება და რაც დავაკვირდი არ ვარ მაგაში ძალიან დაოსტატებული ჯერ მაგრამ რასაც დავაკვირდი არის რომ ყურადღების გამფანტველების მოცილება მეხმარება რომ ყურადღება გავამახვილო იმაზე რაც გასამახვილად მაგალითად ტელეფონის გადადება ის კი არა რომ აი ტელეფონს არ ჩავხედავ არა ჩახედავ მაგის მოდი გადადე რომ ვერ ჩახედო უბრალოდ ცოტა შორს დადე რომ ესე ხელმისაწვდომი არ იყოს როცა მოგინდება რომ ყურადღება გაგეფანტოს ხო რაღაცა იგეთა მაგრამ მაინც ახან ავდივი რაღაც მეორე ოთახში დადე ხმას ჩაუწიე და ასე შემდეგ კი იგეთი რაღაც ანუ უფრო ინგლისურად არის distraction ქართულად როგორ არის ყურადღების გაფანტვა არის distraction. ყურადღების გამფანტველების მოცილება. მოცილება ხო. ხო. ის რაც ყურადღებას გაგიფანტავს, ის მოიცილ.
მათ შორის თუ ადამიანი არის შენ წადი სხვა მესხოდა რა. ხო. ადამიანიც მოიცილე იმ წუთას ყოველ შემთხვევაში. მე მაგიტო ვერ მუშაობ მე სახლიდან რა. იმიტომ კი არა რომ სახლიდან ჩუსტებში მუშაობა არ გეკომფორტულება, ხო. ვერ ვახდე ფოკუსირება სახლი, ანუ სამუშაო გარემო მჭირდება, სადაც განმარტოება შემეძლება, ან ბოლო-ბოლო გახედავ და მუშაობ ახლა და სხვაგან ილაპარაკე ეტყვი ვიღაცას რა. მაგიტო რა, მე მაგიტო მიყვარს სამუშაო სივრცის შექმნა რა, რომელიც ვიცი რომ ეს არის ეს რაღაც ფსიქოლოგიასაც მოქმედებს, ეხლა აქ რო შემოვიდი. და გამიჯნულია რა, აქ მუშაობ, იქ რაღაცა სხვას ვაკეთებ და ასე შემდეგ. აი ეხლა ჩვენ ბევრი ვიხმაურეთ ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა თემებზე და აი ამ ხმაურიდან რომ ერთი კონკრეტული რაღაც აზრის გატანება გინდოდეს მსმენელისთვის, ეგ რა იქნებოდა? ისევ მიზნიდან გამომდინარე იმოქმედეთ რა, ანუ ყურადღება დაუთმეთ და დრო დახარჯეთ იმაზე, რომ გაარკვიოთ რა გინდათ, უბრალოდ არჩიოთ, ანუ გასარკვევიც არაფერი არ გაქვთ, რეალურად ასარჩევი არის რა გინდა რა. არაფერი გასარკვევი მაგაში არის. არჩიოთ რა გინდა და მერე გადაწყვიტოთ რას დათმობთ მაგის სანაცვლოდ რა. მართლა მგონია რომ ღირებული რამე არის, იმიტომ რომ ხშირად რაღაცები გვინდა, მაგრამ ისე. და აი მაგაზე გავამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ ისევ ჩემ თავსაც შევახსენებ მაგას, ლევან, გაიხსენე. ეგ შენ გააკეთე ეს არჩევანი და ხო, გადასახდელი გაქვს ეს რა და დათმე. იმიტომ რომ მეპარება რა, მეც მინდა რა, თანისის, ხო და მაგაზე ალბათ რა და იმაზე რომ არაფერი მაგაში არც სწორი და არასწორი არ არის რა, ანუ რა არჩევანს გააკეთებ, თავიდან ბოლომდე შენი გადასაწყვეტია რა და არაფერი მაგაში ვაიმედე და სწორად ავარჩიე რა, რაც გინდა ის აარჩიე რა. უბრალოდ მზად იყავი რომ მე რაღაცა მაგის სანაცვლოდ დათმო რა და ისიამოვნე რა, საინტერესოა ეს ცხოვრება რა. და ყველა ვარიანტში წინაღობები იქნება, ყველა ვარიანტში გამოწვევები იქნება, ყველა ვარიანტში წავიქცევით, მაგრამ სად არის რომელ კინოში არის გამოვიკვიათ ეხა ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ჩემსას სულ ბეტმენში, უიმე ხო. რა არის ბეტმენში? რატომ იქცევით? იმიტომ რომ ადგომა ვისწავლოთ. რა მაგარია, მახსოვდა ეს ნამდვილად. ეთყობა თავის დროზე ეგრე ყურადღებითაც არ ვნახე. რატო ვიქცევით? იმიტომ რომ ადგომა ვისწავლოთ რა. ძალიან საინტერესოა. მე მაგას წავიღებ. ძალიან დიდი მადლობა ლევან. პირიქით. შენი დროისთვის, შენი ღიაობისთვის, პირდაპირობისთვის. მსმენელს დიდი მადლობა ასევე დათმობილი დროისთვის. გამიხარდება თუ თუნდაც მართლა რაღაც ერთს წაიღებენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანს და ქმედებაში გადაიტანენ იმისთვის, რომ მართლა ეს დრო ხმაურით არა და სარგებლით და ღირებულად იყოს გატარებული. თუ თქვენი ახლობელი და მეგობარი რაღაცას აკეთებსო და აკეთებს კარგად და მოგწონთ და გინდა რომ ხელი შეუწყოთო, უფასო და ფასდაკლებით კი არ მიიღოთ მისგან ეს პროდუქტი და სერვისი. შეიძინეთო რა. მე მინდა შენ და მე ჩემი პატივისცემის გამოხატულებით გთხოვო ავტოგრაფის დატოვება შენსავე ნათარგმ შენი და გივის მიერ ნათარგმ იუბერჟოლის ბიზნესის გულზე და მე ალმანახსაც შევიძენ აუცილებლად და მომავალ გამომცემლობაში კიდე წარმატებას გისურვებ და მას შემდეგ რაც მე წავიკითხავ ამ წიგნს გადავცემ იმ ადამიანს ვინც საუკეთესო კომენტარს დატოვებს. მაგარია. ქვემოთ. გადასავე. აბატონო. სიამოვნებით. სხვათა შორის დროის ხმაური მეც ნაწარმოებიდან მომივიდა, ეგეც იყო საერთო რომელიც ჯულიან ბარნსის ნაწარმოები არაჩვეულებრივად აქვთ ნათარგმნი. დროის ხმაური ქვია, ხო? დროის ხმაური ქვია კი. არაჩვეულებრივი თარგმანია. და მინდა მადლობა უთხრა თარჯიმნებს ინსპირაციისთვის. ჭილაძის და ტუმბურიძის თარგმანია. მე მგონია რომ თარგმნის პროცესში ხდები თანაავტორი იმის, იმიტომ რომ ჯერ ერთი თარგმნი, იმიტომ რომ იზიარებ ამ მოსაზრებებს და მეორე იმიტომ რომ ვერ გადმოიტან შენს მშობლიურ ენაზე, თუ ეს არ გაითავისე რა. მაგიტომაც არის თარგმანი ესეთი ღირებული, რომ ვინც წაიკითხავს ეგონოს რომ მშობლიურ ენაზე კითხულობს ამას. მოდი, დროის ხმაურის მსმენელს დაუწერე უღრმესი მადლობა. მესიჯი ასე ვთქვა და ხელი მოუწერე, რადგან ის იქნება საბოლოო მიმღები და შენ მერე თუ გინდა ცალკე მოგიწერ, მაგას შენთვის რასაც დაიტოვებ იმას. დიდი მადლობა. მე ალმანახსაც შევიძენ და იმას უკვე ჩემთვის
დავიტოვოთ. დიდი მადლობა. სვანელს კი შევხვდებით.